ოპოზიცია ტრადიციულ დროს ისევ პირდაპირ ეთერშია და კვირის მთავარ თემაზე განსხვავებულ პოზიციებს გთავაზობთ. ოპოზიციის ბერლინალე, ფარული შეხვედრა, რომელიც საჯარო განხილვის თემად იქცა. ბერლინში გადაღებული ფარული კადრები და შეხვედრა წარსულთან. რაზე საუბრობდნენ ოპოზიციის ლიდერები კახათ არგამაძესთან გერმანიის დედაქალაქში. გავიგეთ, როგორ ფინანსდებოდა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი, ვის რა კონტაქტი აქვს დღეს ხელისუფლებიდან რუსეთში. შევხვდი მე და ლევანი ბატონ კახათ არგამაძეს და შევხვდები ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც მივიღებ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. რატომ იყო ბერლინის შეხვედრა გასაიდუმლოებული და ვინ რა იცოდა გაჩეჩილაძე გამყრელიძის ევროპულ ვოიაჟზე? მე ამის შესახებ აღარ ვიცოდი. მე უბრალოდ არ მაქვს არანაირი იმაზე უფრო მეტი ინფორმაცია, რაც მე დიდგავიდა. ძნელად წარმოვიდგენ, რომ კულტურაზე ან სპორტზე ესაუბროთ. მან მითხრა, რომ საუბარი ქონდა კახათ არგამაძესთან. გამყრელიძე და თარგამაძე ერთმანეთს დიდი ხანია ეცნობენ. შედგება თუ არა ძველი ნაცნობების ახალი პოლიტიკური თანამშრომლობა, რაში დასჭირდა ოპოზიციას რკინის კაცს. ვისი ფულის მიმცემი ვარ, ისი დაფინანსებელი ვარ, იმისი მეტავინმე და აფინანსებდეს ვარ. ბუნებრივია თარგამაძის ან ვინმე ამდაგვარი პირის ჩარევას არასოდეს მხარს არ დაუჭერს. ისთვის აღმოჩნდა მიუღებელი ბერლინის შეხვედრა და ვინ რას ურჩევდა თანაგუნდელებს. ჩვენთვის რო ეკითხათ, ალბათ ჩვენ არ ურჩევდით ასეთ შეხვედრას. კრიმინალური ამ კადრებში არაფერი არ ყოფილა. 100 წელი რო ვიცხოვრო, არ მაინტერესებს ვინც ხვდება თარგამაძეს, რაზე ლაპარაკობენ. რატომ დაინტერესდა ყოფილი მინისტრი 6 წლის შემდეგ ქვეყნის შიდა პოლიტიკით და რა ინფორმაცია მიიღეს კახათ არგამაძისგან ოპოზიციის ლიდერებმა? ეს ადამიანი ფლობს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორც ვარდების რევოლუციის პერიოდში, ისე შემდგომ პერიოდში. კვირის მთავარი თემის დეტალები ბერლინის შეხვედრის მონაწილისგან და გამოხმაურებები თბილისში. დავით გამყრელიძე და ეკა ბესელია დღეს პოზიციაში. ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა კახათ არგამაძე ის, ვინც დააფინანსებს საქართველოში თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლას. რატომ გაუჩნდა ეჭვი ხელისუფლებას, რომ გაჩეჩილაძის უცნობი დამფინანსებელი კარგად ნაცნობი კახათ არგამაძეა? გამოცხადებული შეხვედრის ქრონიკა, მიტინგზე გაკეთებული განცხადება. გაიგოს ხელისუფლება, დიახ, ფულის საშოვნელად ვიყავი წასული. და ხელისუფლების ვარაუდი ბერლინის ვოიაჟის შემდეგ. ნათელი ხდება, რა ძალებს ეყნობიან ეს ადამიანები, რაზე არიან წამსვლელები, იმისთვის რომ მიაღწიონ თავის ამოცანას, მიიღონ თანამდებობები. კახათ არგამაძე არის საერთოდ სიმბოლო ყველაფერი უკანონობის, რაც შეიძლება ხდებოდა. რატომ გახდა აქტუალური მართველი გუნდისთვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გვარი ცნობილი კადრების გავრცელებამდე და რას აბრალებს ხელისუფლება ძველ ოპონენტს? ეს ადამიანი თავისი ახმოვანების დროს დაეუფლა უკანონოდ დაახლოებით $800 მილიონ. ბუნებრივია რუსების სურვილი, რომ ამ თანხის რაღაცა ნაწილი დაიხარჯოს ახლა საქართველოს წინააღმდეგ. რა საფრთხეს ხედავს რკინის მინისტრისა და ოპოზიციის შეხვედრაში მართველი გუნდი და რითი ამტკიცებს გივით არგამაძე, რომ კახათ არგამაძე ოპოზიციას აფინანსებს? თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დღეს პოზიციაში. მაშინ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და ჩვენი გადაცემის მთავარი თემა არის ის ფარული შეხვედრა, რომელიც საჯარო განხილვის თემად იქცა ამ კვირაში. ჩვენი პირველი სტუმარი კი ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძეა. საღამოშრობის საბატონო დავით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის პირველ რიგში. და მინდა პირველად გკითხოთ, რატომ არ თქვით ეს კითხვა გაჩნდა კახათ არგამაძესთან შეხვედრის შესახებ კადრების გავრცელებამდე, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ იგივე შემდეგ კახათ არგამაძის სატელეფონო კომენტარებში, რომ ის ამბობდა, რომ თქვენ დაინახეთ, თუ მან დაინახა და განახათ რომ კამერა იღებდა ამ ყველაფერს. ანუ ხომ იცოდით რომ თქვა დადგებოდა დრო რომ ამ კადრებს იხილავდა საზოგადოება. რატომ არ დაასწარით ხელისუფლებას? ნინო, პირველ რიგში თქვენი ანონსის და შესავლის შესახებ რომ ეს იყო ფარული შეხვედრა. ფარული შეხვედრები ყველაზე ცნობილ ცენტრალურ სასტუმროს ფოიეში არ დგება. ბერლინში აი ამ კემპინსკის სასტუმროში, ადლონში ყოველდღიურად ირევა უამრავი ქართველი და იქ სულ რო კამერებს არ გადაეღო, ეს შეხვედრა მაინც ცნობილი იქნებოდა ხელისუფლებისთვის. ჩვენ არავითარი კონსპირაცია და ფარულობა არ ჩაგვიფიქრებია და როგორმე მოვახერხებდით, რომ ჩაგვიფიქრებინა და მოგვენდომებინა, ისე შევხვედროდით, რომ ვერცეთ ვანო მერაბიშვილის კამერას ვერ გადაეღო ეს შეხვედრა. მაშინ რატომ არ თქვით? აი სწორედ რა შეეხება რატომ არ თქვით? დაასწარით თქვა ხელისუფლებას. შეეხება რატომ არ თქვით? იმიტომ რომ თემა, როგორც გამოჩნდა კიდევაც, იქნებოდა მთავარი ეს შეხვედრა და არა ის ინფორმაცია, რაც მე და ლევანმა მივიღეთ ამ შეხვედრის შედეგად. რომ ამ ქვეყანაში
არსებობს ხელისუფლება, რომელიც ყველაზე უფრო აწყობს დღეს რუსეთს და რომ რუსეთის ხელისუფლება და პუტინის ადმინისტრაცია ძალიან ინტენსიურად და აქტიურად ზრუნავს, რომ შეინარჩუნოს სააკაშვილი და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის თუნდაც ის, რომ მკაცრად აეგზალა ყველა ქართველ მეწარმეს, რომელიც მოღვაწეობს რუსეთში, დაფინანსება 9 აპრილის მოვლენებამდე და მოვლენების შემდეგ ოპოზიციის. ის კახეთ არგამაძემ გიხად უკაცრავად განსხვავებთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ რუსი პოლიტოლოგების კომენტარები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდნენ და ამბობდნენ, რომ ბუნებრივია პუტინი და პირიქით რაღაც მაგალითებს ყვებოდნენ, რომ ქართველი ბიზნესმენები დაიბარეს, თქვათ, იქ მოღვაწა ქართველები და ირჩევენ, რომ ფული ჩადონამში და დესტაბილიზაციაში და პამფილოვი და თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ და მე სწორედ რო ჩამოვედი გავაკეთე განცხადება, სრული პასუხისგებლობით ვაცხადებდი და ვაცხადებ, რომ არც დავით გამყრელიძეს, არც ახალ მემარჯვენეებს, არც ალიანსის წევრებს და არც ლევან გაჩეს და არც ერთ ოპოზიციურ ძალას არანაირი დაფინანსება არ მიუღია არათუ რუსეთის სპეცსამსახურიდან, არც ერთი იმ მეწარმიდან, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს ქართული წარმომავლობის. და ეს სწორედ ამაზე იზრუნა, იმიტომ რომ ახლა ძალიან ბევრი ქართველი მოღვაწეობს დღეს რუსეთში, მათ აქვს შესაძლებლობა, რომ გარკვეულწილად შესტკივათ თავის ქვეყანაზე, უნდათ რომ უფრო თავისუფალი ქვეყანა იყოს და არ იყოს ის რეპრესიები, დევნა, თუნდაც კერძო საკუთრების წართმევა და შევიწროება ბიზნესს, რაც აქ ხდება და სურვილს ალბათ გამოთქვამდნენ, მაგრამ როგორც ერთიანად პირის შეკრა ყველა ბიზნესმენმა და ეს დადასტურდა სწორედ კახათ არგამაძისგან, რომელსაც ბევრი კონტაქტი აქვს იმ ქართულ ბიზნესმენებთანაც, ბევრი კონტაქტი აქვს იმ პოლიტიკურ წრეებთანაც და სწორედ მისი დადასტურება იყო, ეს იყო უმაღლესი წრეებიდან წამოსული ინსტრუქტაჟი და მინდა გითხრათ, რომ რუსეთში ზუსტად იგივე რეჟიმია, როგორც არის საქართველოში და როგორც სააკაშვილი და მერაბიშვილი ახერხებენ აკონტროლონ მთელი ბიზნესი. და ამის დასტურია სწორედ რომ არც ერთი თეთრი, არც ერთი საწარმოსგან და ბიზნესისგან არ შესულია ოპოზიციას, არც დავით გამყრელიძეს საპრეზიდენტო კანდიდატს, არც ლევან გაჩეჩილაძეს, არც ერთ პარტიას გადარიცხვის სახით, მაშინ როდესაც აქ მაქვს მე მოტანილი მასალები, თქვენ ამაზე არ საუბრობთ ხოლმე რატომღაც, 14 მილიონი ჩაერიცხა 2008 წლის არჩევნების წინ სულ 2 თვის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას და ყოველდღიურად 27-30 კომპანია გამოთქვამდა სურვილს თავისნებით რატომღაც რომ ჩაერიცხა 100.000, 150.000 და ასე შემდეგ. რატომღაც დავით, ანუ იმიტომ რომ იყო პირდაპირ ტერორი. პირდაპირ ტერორი, სწორედ საგადასახადო და პოლიციური სტრუქტურებიდან იმისთვის, რომ მომხდარიყო აი ესეთი ჩარიცხვა. ზუსტად ასეთი სისტემაა რუსეთში, პუტინის ადმინისტრაცია, სპეცსამსახურები პირდაპირ აკონტროლებენ ბიზნესს და რა თქმა უნდა, იქ ერთი ინსტრუქციაც საკმარისია ამისთვის. პირდაპირ აიღეთ და მე მინდა გთხოვოთ, რომ ამას სიუჟეტი მიუძღვნოთ. დუგინის, რომელიც იცით, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ესეთ შავრაზმული იდეოლოგიის მატარებელი იმპერიალისტია და ამავე დროს ძალიან მიღებული ადამიანია უმაღლეს წრეებში, ინტერვიუ გუშინდელ რეზონანსში, სადაც ის პირდაპირ წერს, რომ ციტირებას მოვახდინე. კრემლს სააკაშვილის პრეზიდენტობა აწყობს და აი რატომ? მას შემდეგ, რაც მან სამხრეთ ოსეთში ჩაიდინა, ის რუსეთისთვის კანონგარეში, ამიტომ რუსეთი საქართველოს ინტერესებს არანაირი ანგარიშს აღარ უწევს. მას ხელები ხსნილი აქვს მოქმედებისათვის, სანამ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში. ამჟამად საქართველოს რომ ყავდეს ალასანიანის მსგავსი ახალი პროამერიკელი პრეზიდენტი, მის ხელისუფლებას რუსეთი ვერ მოგუდავს, რადგან ეს უბრალოდ ულამაზო იქნება. აი რა ჩანს, დუგინი არც მალავს, რომ დღეს და ფაქტია, დისკრედიტირებული, კრიმინალად გამოცხადებული სააკაშვილი ძალიანაც ატყობს პუტინს და მე შემდეგი ინფორმაციასაც გეტყვით, რაც მივიღეთ და დაიმალა ეს ყველაფერი. და სწორედ ამ ყველაფრის გადაფარვის ცდელობა ის ისტერიკა, რასაც ჩვენ უყურებთ ამ დღეების განმავლობაში, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე ენგუჰესის შემდეგ აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ რუსეთს გადასცეს საქართველოს რკინიგზა. ხო, თქვენ ეს ახსენეთ, როდესაც დაბრუნდით აი შეხვედრის შესახებ სტრატეგიული ობიექტი. რამე დოკუმენტი გაგაჩნიათ, ამის როდესაც ესეთი ბრალდება, თქვა და რამე დოკუმენტი გადმოგცათ, თქვენ კახათ არგამაძემ, თქვა არ გადმოუცია, მე ვცდილობ რომ მოვიპოვო ეს დოკუმენტაცია, როცა მოვიპოვებ აუცილებლად გაგაცნობთ, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს რომ ესეთი განსაკუთრებით და მე პირდაპირ გეტყვით რომ ყველაფერი იყო შემდგარი საქართველოს ხელისუფლებას ასე ვთქვათ არალეგალური არაოფიციალური ფული უკვე აღებული აქვს ჩემი ინფორმაციით მაგრამ ხელმოწერა ვეღარ შედგა იმიტომ რომ სწორედ ამ საპროტესტო აქციებმა შეუშალა ხელი და მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა თუნდაც ამ საპროტესტო აქციების არის ის რომ ამ ეტაპზე მაინც გადავარჩინეთ საქართველოს ერთ-ერთი უნიშნულოვანი ფუნქცია იმიტომ რომ რუსეთს ამ ქვეყანაში რაც აინტერესებდა სამხედრო ბაზების დაბრუნება. ის მოახდინა სწორედ იმით, რომ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში განათავსა ეს ბაზები, ეხლა ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარების შემოყვანა მიმდინარეობს, მას თბილისის აღება არ ჭირდება. ეხლა რაც ჭირდება ის, რომ ამ დერეფანს, ამ ალტერნატიულ ენერგოდერეფანს დაეპატრონოს და ამისთვის საჭიროა რკინიგზა და ამისთვის საჭიროა გასადენი. მეტი არაფერი არ და ჩვენ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მე სადაც მაინტერესებს, რაზეც ისაუბრეთ ამ შეხვედრაზე.
ერთი წუთი უნდა შეგაწყვეტინოთ. ფარულობაზე მინდა და აი ამ ისტერიკაზე, რომელიც დაიდგა ამ ყველაფერში. ეს არის ნინო ის სტერეოტიპი, რომელიც ინერგებოდა ჯერ კიდევ მოკავშირის დროიდან, შემდგომ ნაციონალურ მოძრაობამ ეს ბევრად უფრო აქტიურად გააგრძელა, როდესაც ტელევიზიების მეშვეობით იქნება მტრის ხატი, იქნება რაღაცა ბუა, რომელიც აგრძელვა ამასთან საუბარი შეხვედრა ლაპარაკი არის აკრძალული და შემდგომ ამის მიხედვით ხელისუფლება, ამ შემთხვევაში სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი მართავენ, ასე ვთქვათ, ოპოზიციას და საზოგადოებას, ვისთან შეიძლება ლაპარაკი, ვისთან არ შეიძლება, ვისგან შეიძლება ინფორმაციის მიღება, მაგრამ ამისთვის ამას მოყვა არაერთგვაროვანი რეაქცია თქვენს გუნდში და საზოგადოებაში. დაასრულეთ უბრალოდ მეც მინდა იმ დუგინის თემა მინდა რომ დავასრულო და ეს დაფინანსების თემა უკაცრავად და ჩვენ გვექნება ამ ყველაფერზე საუბრის და დაფინანსებაზე აუცილებლად თქვენ მე წამიკითხეთ დუგინის თქვათ რაღაც ამონარიდი კომენტარი და მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ იგივე პანფილოვის და ვთქვათ ბარენოვის თუ არ ვცდები დღეს გავიდა კომენტარები ვთქვათ ბარავოის უკაცრავად რომლებიც საპირისპირო სამტკიცებენ და ვთქვათ ისინიც რუსეთში მცხოვრები ჩვეულებრივი რუსი პოლიტოლოგები მოდით მოვისმინოთ და განვაგრძოთ საუბარი ანუ რატომ ეს ესეთი განსხვავებული პოზიციები მოვისმენთ კარგია რომ თქვენ ეს ლოგიკა კარგად დაინახოთ რატო აწყობს და მე მგონი ჩანს რომ აწყობს ის რომ ელემენტარულად ისე ხდება მამისონის მიმდებარე ტერიტორიების ჩაბარება რომ საერთოდ ხელისუფლება ამას უყურებს და მე ძალიან გამიკვირდა თქვენ როდესაც ყავდათ სტუმრად ბატონი სააკაშვილი და კითხვაც არ დაუსვით ვინ ააფეთქა ეს ხიდი და რატო ააფეთქა ხიდი ჭანჭახზე რომელიც იყო ერთადერთი დამაკავშირებელი იმ ტერიტორიებთან რომელიც დღეს პრაქტიკულად მედვედევ სააკაშვილის შეთანხმებით გადადის დღეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებაში რატო არ გაგიჩნდათ ეს კითხვა როცა ამხელა სკანდალი იყო მომენტი იყო ბატონო მაგრამ ეს არა ხდება იმ სტერეოტიპების ჩამოყალიბება რომელშიც თქვენ ტელევიზიებს გაქვთ ლომის წილი და გაკისრიათ თავარი მოვალეობა რომ შექმნათ ეს პრის ხატი ამისთვის წილი უნდა დასწამოთ უნდა შავი პიარი ააგოროთ უნდა ყველაფერი დააბრალოთ მე პირდაპირ გეტყვით ეს ესე ხდებოდა და ჩვენ საზოგადოება მეც პირადად ვიყავი ამის მსხვერპლი მე ძალიან კარგად მახსოვს რუსთავი ორმა რა გაუკეთა ვალერი ასათიანს როდესაც მას ადამიანის დახერხვა დააბრალა სასამართლო კი არ იყო თქვენ ის ადამიანი პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაიმეტეთ მისი ოჯახი თქვენ წარმოიდგინეთ თქვენ მშობლებზე ესეთი ცილისწამება რომ წავიდეს და ესეთი რამ დააბრალონ თქვენ მშობლებს მამა თქვენს მაგალითად ნინო რა მდგომარეობაში გასაგებია ოღონდ ბატონო დავით თქვენ ასე რუსთავის კრიტიკაზე და ეჭვი მაქვს და იგივე თან წარსულ გადაცემას იხსენებთ მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ბევრი კითხვა არსებობს ამ შეხვედრაზე რაზეც უნდა ვისაუბროთ და მე რომ ამაზე იგივე ტრის ხატი შექმნაზე როდესაც საუბრობ ბატონო დავით ახლა თარგამაძესთან შეხვედრას ყველა სტუდენტს არ მოყვა ერთგვაროვანი რეაქცია იგივე საზოგადოებაში რატომ გონიათ რომ ეს არის იგივე დანერგილი სტერეოტიპი ახლა თარგამაძესაც შევხვდები და ყველას შევხვდები იმიტომ რომ დავანგრიო ეს სტერეოტიპი რა თქმა უნდა მე უბრალოდ კითხავდი და სწორედ საზოგადოებას გინდა ჩაუდოთ რომ ამასთან ლაპარაკი არ შეიძლება ყველასთან შეიძლება ლაპარაკი განსხვავებით სააკაშვილისგან რომელიც ჩემთვის არ შეიძლება ლაპარაკი კრიმინალურ ავტორიტეტებთან და არ შეიძლება მათთან პარტნიორობა ისეთები როგორც არიან ტარიელ ონიანი შაქრო კალაშოვი და ასე შემდეგ არ შეიძლება იგორ გიორგაძესგან საჩუქრების მიღება რასაც სააკაშვილი აკეთებდა და არ შეიძლება რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ამას მე არასდროს არ გავაკეთებ მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ იმისთვის რომ საქართველოს გავანთავისუფლო აი ამ სისხლიანი რეჟიმისგან რასაც ქვია მერაბიშვილ სააკაშვილის რეჟიმი ყველას შევხვდები თარგამაძესაც შევხვდები ყველა ადამიანს შევხვდები ოქრუაშვილსაც შევხვდი ნოღაიდელსანაც ურთიერთობა და მიურთიერთობ მომავალში იმისთვის რომ და ვანო მერაბიშვილი რო გადადგება მასაც შევხვდები თუმცა მიმაჩნია რომ ვანო მერაბიშვილთან ურთიერთობა აღარ ვამბობ მის ფან-კლუბში გაერთიანება რომელშიც ბევრი თქვენი კოლეგაა ახლა მოაჩინე გაერთიანებული Facebook-ზე არსებობს ესეთი ფან-კლუბი ეს არის სირცხვილი როდესაც ვანო მერაბიშვილის ფან-კლუბი არსებობს და კიდევ ერთი ისა სხვათა შორის რა ვიღაცა ალბათ თulis რომ ახლა თარგამაძეს შეხვედრა ბატონო და რუსეთის თემა მინდა რომ ამოვწურო რატო იცის ყველამ თაკო სალაყაია მაინტერესებს თელმა საქართველოს რატო იცის განვაგრძოთ ამ თემებზე საუბარი მაგრამ მე მაინც უნდა დავსვათ ჩემი შეკითხვა თქვენ როდესაც საუბრობთ ამ დუგინზე მხოლოდ დუგინის რატომ მე იცით რატო საინფორმაციო ხელმძღვანელი ხართ და ადამიანებს ესეთი ჩირს როცხეებ ცილს წამებ და მე არ ვშევ ვინმე შეფსოთ ბატონო დავით დამასრულებინეთ შეკითხვა და ალბათ მიხვდებით რა კითხები ჩნდება საზოგადოებაში არის ნარკოტიკების გადატანა გინდათ ბატონო დავით ერთი წუთი კითხვა დავთო და ყურადღების გადატანა მინდა კი ბატონო გვაქვს იმის დრო რომ გავყვეთ ყველა დეტალს ასეთი შტაბეჭდილება დამრჩა ყოველ შემთხვევაში როდესაც ყურადღების გადატანა თქვენ გინდათ სწორედ იმიტომ რომ 24-ში
სწორედ იმ დღეს, როდესაც თელი დღე ამას მიეძნო. მე ჯერ მინდა ამოვწურო რუსთავი 2-ს თქვენ საინფორმაციო გადაცემებს. საერთოდ არ გაუშუქებია, რომ ევროსაბჭომ ძალიან ძიმე რეზოლუცია მიიღო. ეჭვ მაქვს რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ამ კვირაში, იმედი ამ ბრალდებებისთვის არ მოსულიყავთ ამ სტუდიაში. ძალიან ევროსაბჭოს ეს რეზოლუცია იქნებ აუცილებლად, მაგრამ ჯერ დავასრულოთ ეს თემა. როგორ დააგმო ევროსაბჭომ ის ძალადობა, რასაც ეს ხელისუფლება ეწევა მომიტინგეების წინააღმდეგ. ბერლინის შეხვედრა არ მოუწყვია არც რუსთავერს, არც ერთ ტელევიზიას. მოდით შევთანხმდეთ და არც ერთ ტელევიზიას და არც რუსთავერს ეს შეხვედრა არ მოუწყვია, რის გამოც გაჩნდა უამრავი კითხვა. ამიტომ მე მინდა რა კითხვებზე გამწევთ პასუხი და მოდით ჯერ ამოვწუროთ რუსეთის და პუტინის თემა. სკანდალებს და ქმნით რომ ეს არის თავი. თქვენ ახსენით მაშინ თუ ეს არ არის ესეთი სკანდალური, ვთქვა და არ არის პრობლემა იმისთვის ხართ სტუდიაში რომ თქვენი განმარტებები მოვისმინოთ. მე დავმალე, ვინმე მკითხეთ და უარი ვთქვი. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა. გაჩეჩილად ის შემდეგ ბატონო დავით როდესაც ისაუბრებდა რომ ევროპაში მას ქონდა შეხვედრები, რომ ის ელოდება გარკვეულ თანხას დასაფინანსებლად. ძალიან დიდხანს ისლებოდა ეს კითხვა. შუაში ამასთან დაკავშირებით. გავყვებით ამ თემას, იმიტომ რომ არ სახელდება დღემდე ის ბიზნესმენი, მაგრამ მე მინდა რომ ის რუსი პოლიტოლოგების კომენტარები მოვისმინოთ, განვაგრძოთ ბატონო დავით, ამაზე საუბარს რამდენიმე წუთით ხო შეიძლება რომ ეს კომენტარები მოვისმინოთ, იმიტომ რომ მე მაქვს უბრალოდ ესეთი კითხვა, როდესაც დუგინს კითხულობდით თქო და მის ინტერვიუს, თქვა რატომ გწამთ მარტო დუგინის, როდესაც ევროპაც კი არ მალავს, რომ თქვა პუტინის მიზანია რომ და მთელი სამყარო რომ მოხდეს რეჟიმ ჩეინჯი, რასაც თქვია, ანუ რეჟიმის შეცვლა საქართველოში. იმ დაფინანსებაზეც აბსოლუტურად განსხვავებული კომენტარები კეთება, მოვუსმინოთ, გავუშვათ და განვაგრძოთ საუბარი. Кремль хочет вернуть Грузию под свое. Შემთხვევით გასაკვირი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო ფინანსური, მორალური და იდეოლოგიური მხარდაჭერა, რადგან გასაგებია კრემლის პრეტენზიები საქართველოს მიმართ. მას სურს საქართველოს საკუთარი იმპერიულ სივრცეში დაბრუნება და ნებისმიერი სახის დახმარებასაც უწევს ოპოზიციას. როდესაც ვაკვირდებოდი ოპოზიციის აქციის დაწყებას 9 აპრილს, მაშინვე დავწმუნდი რომ მოსკოვის პოლიტექნოლოგები რაღაც სახით ეხმარებოდნენ, რადგან ქართული ოპოზიცია ძალიან პრიმიტიულად მართავდა აქციებს. არ იყო შოუები, პერფორმანსები, მაგრამ უცბად გაჩნდა საკანები, ქურთუკები. სტაფილოები, კურდღლები და ზუსტად ეს ყველაფერი იყო მოსკოვში. როდესაც მოძრაობა ნაშა აქციებს მართავდა ესტონეთის საელჩოსთან და ევროკომისიის წარმომადგენლობასთან. ევროკომისიის ოფისთან დადგეს საკნები, სადაც ხალხი იჯდა, ასევე მიიტანეს სტაფილოები, რომლებსაც საელჩოს ესროდნენ. ბევრი რამ ერთმანეთის მსგავსია. Хотят приблизить к себе. У меня также нет сомнений. ეჭვი არ მეპარება რომ საქართველოში დესტაბილიზაციას კრემლი უჭერს, მხარს და აფინანსებს. ამას აკეთებს არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებშიც. საუბარია ეგრეთ წოდებული ოპოზიციის დაფინანსებაზე. უკვე იძლევიან ლიდერები ინტერვიუებსაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ფინანსდება საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდული კამპანია. ისიც ცნობილია, რომ ჩემთვის რუსეთში მოღვაწე ქართულ ბიზნესმენებს აიძულებენ ამგვარი პროექტების დაფინანსებას. ისინი იძულებულები არიან ასე მოიქცნენ. კრემლმა საქართველოს და სააკაშვილის მკლებად გამოაცხადა და იყენებს სერიოზულ არხებს. ჩვენთან არსებობს ასეთი ორგანიზაცია FSB, რომელიც ჯაშუშს უჭერს და პროპაგანდულ კამპანიას სწორედ ეს უწყება ახორციელებს. კარგით, მოვისმენთ ჩვენ გასაპირისპირო განცხადებები, ეს მხოლოდ იმიტომ მოვისმენთ, რომ თქვა თქვენ ელციის მოიყვანეთ მაგალითი და აქვე ჩემი კითხვა და გამეცით პასუხი. მაყურებელს დავარწმუნო, რომ ეხლა მე რომ მომცეთ კამერა და მიკროფონი წავალ და ნებისმიერ ასეთ კომენტარს შევაგროვ, რაც მე მჭირდება და როგორც მაწყობს, რომ შევფუთო ეს ყველაფერი. ფაქტი ესენი ისეთივე პოლიტოლოგები არიან, როგორც დუგინი, ბატონო დავით. მოდით რა, ფაქტი სახეზეა, რომ მთელი აფრიკის განმავლობაში თქვენ გაგიშთათ შეკითხვა, რომ რატომ დაგუბრალდა, რომ თქვა კახათ არ გამაძია ის დამფინანსებელო. მაშინ შეგიძლიათ ამ ეთერში ის დაგვისახელოთ, ვინ არიან ის ადამიანები, რის გამოც გაჩნდა ეს კითხვა და შემდეგ უცებ გაჩნდა ეს კადრები. ამიტომ ეჭვის საფუძველს ეს დაუდებდა. არ ფიქრობთ ბატონო დავით, რომ თქვა შესაძლოა ეს კახათ არ გამაძე ყოფილიყო, ვისაც თქვა სურს დაფინანსებათ, ან მოვისმენთ მსგავსი კომენტარები. მე გაგახსენებთ გაჩეჩილაძის გამოსვლას მიტინგზე. რატომ არ ასახელებს ოპოზიცია ამ ადამიანების ან ადამიანის მაშინ ვინაობას? ვინ შესაძლოა რომ დააფინანსოს? იმიტომ არის საუბარი რომ გამჭვირვალე და საჯარო იქნება თქვენი მხრიდან ეს. ჯერ ერთი თითეული ჩვენთაგანი ვზრუნავთ იმისთვის, მეც, ლევან გაჩეჩილაძეც და თითეული ლიდერი, რომ რაც შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ თანხები, ოღონდ ეს თანხები, რა თქმა უნდა ემსახურებოდეს ქართულ ინტერესებს და არ უნდა ემსახურებოდეს როგორც სააკაშვილი თავის დროზე ართმევდა ტარიელონიას კრიმინალურ ინტერესებს და ართმევდა ჯორჯ სოროს, რომელიც იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე და არ შეიძლებოდა კანონით იყო ეს აკრძალული. მინდა გითხრათ, რომ ყველა თანხა, რომელიც მოზიდულა, არის სწორედ საქართველოს მოქალაქეებისგან და არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის არც რუსული ოლიგარქიული ფული და არც რუსეთის სპეცსამსახურების ფული. კახათ არ გამაძესთან საერთოდ არ ყოფილა და დაფინანსებაზე იყო სწორედ ამ კუთხით ლაპარაკი, რომ ჩვენს ქონდა ეს კითხვები, ქონდა ეს ინფორმაციები, რომ ეს არის მკაცრად აკრძალული, მართლაც როგორც პირი ისე შეკრა ყველა რუსეთში
რუსეთში მოღვაწე ან რუსეთთან დაკავშირებულმა მეწარმემ და ერთი კაპიკი არ გაუღია მთელი ამ ხნის განმავლობაში და სწორედ ამას უკავშირდებოდა. თქვა იქ მოღვაწე ბიზნესმენები. რით არის ეს განპირობებული და არსებობს თუ არა მკაცრი ინსტრუქტაჟი. მე მინდა გითხრათ რომ ეს არის უმაღლეს დონეზე გაცემული ინსტრუქტაჟი და ეს იყო ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან საინტერესო ფაქტი როგორ რა ვითარებაში რატომ მოხდა და მე ამ ყველაფერზე მივიღე ეს ინფორმაცია და სწორედ იქ დამიდასტურდა რომ დღეს ყველაზე მეტად მისაღები თავის იმპერიული გეგმების განსახორციელებლად არის სააკაშვილის შენარჩუნება რომ ალასანია მართლაც და ესეთი ტიპის გაწონასწორებული ნორმალური ლიდერი არის ძალიან სახიფათო პუტინისთვის და რუსეთისთვის იმიტომ რომ მათ გაუჭირდებათ თავის ზრახვების და გეგმების განხორციელება. რაც შეეხება დაფინანსებას. ალასანიას მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას ამ შეხვედრაზე თქვა ქონდათ საუბარი ბატონო დავით, იმიტომ რომ ის საჯარო კომენტარი არ ყოფილა ჯერმდღის არ იმყოფება საქართველოს. როცა ჩამოვა მას კითხეთ კომენტარი ხა მე ეს უბრალოდ გამახსენდა რომ დღეს მე მოვიყვანე მაგალითი როგორც ალტერნატივა კრემლიდან დანახული სააკაშვილი რომელიც დღეს არის საუკეთესო ვარიანტი მათთვის რომელიც არის თარგამაძე საიდან აქვს ეს ინფორმაცია ბატონო დავით თქვენ საუბრობთ კრემლიდან დანახული ანუ თარგამაძე საიდან იცის თუ ის მხოლოდ ბიზნესია მოსკოვში თარგამაძეს უამრავი ნაცნობი ჯერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდიდან თარგამაძე არ იყო საქართველოში როცა მოღვაწეობდა დაკავებული რაღაც მუსიკის წერით ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი 7 წლის განმავლობაში მას ჰქონდა ბევრი კონტაქტი იგივე რუსეთის მაშინ თავის კოლეგებთან რუშაილოვსთან სტეპაშინთან და ასე შემდეგ და სწორედ ამის გამო ამბობენ ხოლმე რომ შემდეგ ის რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობს აი ესეც არის ცილის წამება ნინო რომელსაც იმიტომ რომ თუ ესეთი კონტაქტები აქვს მაშინ და მაშინ ეს არის სპეცსამსახურის წარმომადგენელი აქედან გააკეთა განცხადება რომ ეს საკმარისია იმისთვის რომ სპეცსამსახურებთან მუშაობს ნინო როდესაც თქვენ აქტიურად ამბობთ რომ აი ოპოზიციამ უნდა რაღაც წარმოადგინოს დოკუმენტები დადოს თქვენ რატო არ გზნობთ ამ პასუხისმგებლობას როდესაც ასეთ რამეებს უკეთებთ ტირაჟირებას მე სპეციალურად წამოვიღე უტიაშვილის განცხადება სადაც ის ამბობს რომ ახლა თარგამაძეზე არანაირი საქმე აღძრული არ არის და არც ყოფილა იმიტომ რომ ჩვენ არანაირი ფაქტები არ გქონია აგერ არის მისი ოფიციალური ინტერვიუ გაზეთში მაშინ როდესაც ღედა ღამე მთელი ამ დღეების განმავლობაში არის საუბარი რომ კახა თარგამაძე არის ნარკობიზნესის წარმომადგენელი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ ის არის ინტერპოლის მიერ ძებნილი როგორ შეიძლება აი ამ სიცრუეზე კონკრეტულად აწყობილი ყველა ამაზე ოფიციალური ის იყო მე მგონი რომ ის არის რატო ხდება ტირაჟირება თქვენი არხით პირველი არხით დღეს საზოგადოებრივი არხით დღესაც იმეორებდა რომ არის ინტერპოლის მიერ ძებნილი ამ ქვეყანაში როდემდე უნდა გაგზავნოს და მე გპირდები რომ ამას წერტილი დაესმევა როგორც კი ეს რეჟიმი დასრულდება ოღონდ დაესმევა არა იმით რომ თქვენ მე ახალი ხელისუფლება კონტროლს გაგიწევთ არა დაესმევა იმით რომ იქნება სასამართლო რომელშიც პასუხისმგებელი ვიქნებით ჩვენც და ჟურნალისტებიც იმაზე როდესაც ერთმანეთს ცილს დავწამებთ და ერთმანეთს ისეთ რამეს დავაბრალებთ ისეთ ტალახს ვესწრით რომლის არგუმენტაცია არ გაგვაჩნია დღეს ძალიან იოლად არის ხელისუფლებიდან იღებთ დაკვეთას მე ამის ტირაჟირებას ახდენს და ადამიანების განცხადებები იყო ბატონო დავით დაკვეთა რა შუაშია როდესაც თვითონ ხელისუფლება საუბრობდა ამაზე და მე უბრალოდ რადგან ამწუთას აქ ხელისუფლება არის მათი არგუმენტები გისვამს თქვენი კომენტატორები მივიღო მათ ბრალდებებზე ბატონო დავით მარტივია იმ დროს როდესაც თქვენ საერთოდ არ დაგითმიათ ნორმალურად დრო მე მგონი ჩარევა ბატონო დავით ყველაფერს გინდათ რომ გაგვიკონტროლოთ რას როგორ გავაკეთებთ მე მინდა შევაფასო რუსთავი როგორი როლია იმ ყველაფერში რა დღეს უბედურება ხდება ქვეყანაში რა და ერთ-ერთი მთავარი როლი მიგიძღვით თქვენ იმისთვის რაც დანერგეთ ამ ქვეყანაში პრაქტიკულად კიდე ერთხელ ამბობ კარგით მე ბრალდებს მიხდებს მესმის ეს თქვენი პოზიცია მაგრამ მე მინდა რომ ჩემს კითხვებს გასცეთ პასუხი ბატონო თქვენ კითხვებს გავცემ მაგრამ დიდი ხანია უკვე ამას ეთმობა ჩვენი გადაცემის დრო ცოტა უფრო მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ იმ ფაქტებთან დაკავშირებით როდესაც ჟურნალისტებს ცემენ როდესაც ჟურნალისტებს კამერებს უნტრევენ და თქვენ გითხრათ სააკაშვილმა რომ თურმე თვითონ დაუყრიათ ეს კამერები და არც კი გაგიჩნდათ პროტესტი იმასთან დაკავშირებით რა განცხადებაც გააკეთა წესერად არც მიგიძღვნიათ აი მე სპეციალურად მოგიტანეთ ფილმი რომელიც გააკეთა 15 ივნისზე რა დარბევა მოხდა და რა სისასტიკე იყო რომელიც აღაშფოთა ყველა დასავლეთის ევროსაბჭოს და ასე შემდეგ გაუშვით ეს ფილმი თუ არის ობიექტური ტელევიზია და არ არის ვანო მერაბიშვილის მიერ მართული აჩვენეთ ხალხს სიმართლე და გამოიძიეთ ყველა ის ფაქტი რაც ხდება და რა მომზადებული ფილმი ეს არ ვიცი ოღონდ ბატონო ისი მომზადებული მაგრამ კადრებია რა მნიშვნელობა აქვს ვისი მომზადებული თქვენი ოპოზიციის არ ვკითხულობ უბრალოდ რა ფილმია ჩვენი მომზადებული ალიანსი საქართველოს და ახალი მემარჯვენეები კარგით
დავასრულოთ და მე მგონი დადგადრა რომ ეს დავსა კითხვა. მაგრამ ისე მაინტერესებს, როდესაც თქვენი კოლეგა ოპერატორი მოკლეს აი ამ თრნების დროს სექტემბერში. დღემდე რატო არაფერს არ წევთ? ვინმე არის დაჟილი მაგალითად დღემდე ჩვენთან მუშაობს ბატონო დავით, როგორ არ დაინტერესებული ვარ და ამის გამო მე მაინტერესებს, როდესაც შეეწია ოპერატორი, ვინმე დაჟილია თუ არა 6 სექტემბერს ბატონო დავით, მე ვარ წამყვანი თუ თქვენ ხო უკვე ალბათ მეწყინება და გავბრაზდები, იმიტომ რომ ვიფიქრე გამოცედა არ მაძლევ კითხვის გასმის უფლებას და არ გონია რომ ეს სწორება როდესაც თქვენ სტუმარი და მე წამყვანი. ისევე უნდა გქონდეს მორალური პასუხისგებლობა და ადამიანური პასუხისგებლობა ყველაფერი. ეს არის ჩვეულებრივი ხერხი რომ თქვენ ჩემს კითხვებს თავი არიდოთ. მე სხვა შტაბისტილება არ მრჩევა ბატონო დავით. ნებისმიერი კითხვა მაგრამ ეს არის პირდაპირ ეთერი და იმისთვის რომ თქვენი პოზიცია გამოხატოთ. მე მინდა განვაგზო ამ შეხვედრის შესახებ, იმიტომ რომ თქვენ საუბრობდით რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეთ კახა თარგამაძისგან. მაინტერესებს რა ინფორმაცია მიიღეთ მისგან დამატებით გარდა იმისა რომ თქვა თურმე პუტინი უგრძალავს ქართულ ბიზნესმენებს დაფინანსებას და ვინ არის ის ადამიანი ვინც გაფინანსებთ. ამ კითხვას იმიტომ გიმეორებთ რომ სწორედ ამის გამო გაჩნდა ეჭვი ამ შეხვედრის შემდეგ რომ კახა თარგამაძეს ამ თემაზე შეხვდით. ამიტომ რატომ არ ასახელებთ ლევონ გაჩეჩილაძემ თქვა რომ ფულს რომ მივიღებ მერე დავასახელებო. ანუ თქვა მერე თქვენი ველოგი კითხვა შეიძლება ისევ შეექმნას პრობლემები ამ ბიზნესმენს. რატომ ეხლა არ სახელდება? იცით რა მერე დაასახელებს თუ არა ეს ლევანის გადასაწყვეტია. მე ერთხელ განაცხადა ეს რომ ხშირ შემთხვევაში არაოფიციალურად მეხმარებიან ქართველი ბიზნესმენები რომელიც აიდევნებიან საქართველოს სპეცსამსახურების მიერ და აკრძალულია საქართველოს ოპოზიციასთან რაიმე ურთიერთობა და მე ამას არასდროს არ ვიტყვი და არ დავასახელებ სანამ ეს რეჟიმია. წავა ეს რეჟიმი და ეს ყველაფერი იქნება ნათელი. ეს ძალიან მარტივია ახლა ჩვენი მხრიდან დასახელება ხო ელემენტარულად იმას გამოიწევს რომ ეს დაფინანსება შეჩერდება და ახმარების სურვილი აღარ ექნება და ჩვენ გამოვალთ ის ჩამშვევები, როდესაც მთავარი პირობა ასეთი დახმარების არის ის რომ ამ ადამიანების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. როგორ თქვათ, ანუ იქაც დევნის ხელისუფლება თქვათ, ანუ თუ საზღვარგარეთ მოღვაწეები. ჩვენ ახლა დაგავიწყდათ რა ხდებოდა, როდესაც ადამიანების ოთანაძე როცა დაიჭირეს და ზდევნიდან უпростоრად დაჭერა რომ უნდა გითხეთ ანუ ეს საზღვარგარეთ მოღვაწეები არიან. ახლა ამ ადამიანებს რომელიც მოღვაწეობს რუსეთიდან გითხარით რომ გამორიცხულია. მოღვაწეობს თქვათ ევროპაში, შვეიცარიაში, ბრიტანეთში ან ამერიკაში. აქ ყავთ ოჯახები, მშობლები, და-ძმა, ნათესავები და ასე შემდეგ. ოთანაძეს რამდენი ნათესავი ყავდათ დაჭერილი? პატარა ბავშვიანად ყველა ყავდათ, 19 კაცი ყავდათ შეყრილი და ჩვეულებრივი პრაქტიკაა მერაბიშვილისთვის, როდესაც ძმებს, შვილებს იჭერს და იმის მეშვეობით ახდენს ზეწოლას ასეთ ადამიანებზე. რა, გიყვირთ? თუ საზოგადოებას გაუკვირდება. ამიტომაც ვერ სახელდება ეს ადამიანები. ხოლო თუ კიდე ერთხელ ვამბობ, გივი თარგამაძე ან ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს ფაქტებს, რომ ან მე ლევან გაჩეჩილაძე კახა თარგამაძისგან ფინანსებით, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და არ აქვს უფლება რომ დაფინანსდეს. სხვათა შორის რუსეთის მოქალაქეების თემა ძალიან საინტერესოა. კახა ბენდუქიძე, ვაშაძე და ასე შემდეგ. მაგრამ არ აქვს უფლება რომ დააფინანსოს პოლიტიკური მოძრაობა. ნებისმიერი ისეთი წყარო, რომელიც აკრძალული და წარმოადგენს ამას, მე აი ღია ეთერში ვაცხადებ. არათუ ბოდიშს მოვიხდი. საერთოდ დავტოვებ პოლიტიკას და აღარ გავეკარები პოლიტიკურ საქმიანობას, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ეს იქნება კანონდარღვევა, ეს იქნება იმ წესების დარღვევა, რა წესებითაც მინდა მე რომ საქართველოს პოლიტიკა იმართებოდეს. განსხვავები კიდე ერთხელ ვამბობ, სააკაშვილისგან, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს ამერიკის მოქალაქისგან, ტარიელონიანი, რომელიც მაშინ მე მგონი ესპანეთის მოქალაქე იყო, იგორ გიორგაძისგან იღებდა დაფინანსებას, საჩუქრებს და ასე შემდეგ. თემებზე ჩვენ დავსვავთ მართლ გუნდთა შეკითხვებს, მაგრამ მე მინდა მიუბრუნდეთ ოპოზიციის შეფასებებს ბატონო დავით. ყოველთვიურად $25,000 ხოსო და ამდენია საჭირო მისი დაცვის უსაფრთხოებისთვისო? კარგით, ხელისუფლება ამბობდა ამაზე რომ გრანტები იყო თუ არ ვწდები, მაგრამ მართლ გუნდს სააკაშვილი იყო. ჩვენ მართლ გუნდის წარმომადგენელი დღეს სტუმრად და აუცილებლად დაუსვამ ამ შეკითხვას. ბატონო დავით, მე მაინც მინდა ოპოზიციის შეფასებებს მიუბრუნდე, იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ჩვენ შევქმნით ეს ტრისხატი ტელევიზიებმა, თუმცა კახა თარგამაძეზე თქვენივე თანაგუნდელებისგან იყო ისეთი განცხადებები, რომ იგივე სალომე ზურაბიშვილი ციტირებას მოვახდენ, ამბობდა რომ 100 წელი არ დაინტერესდება, რაზე იყო საუბარი თქვა კახა თარგამაძესთან, ეკაბესელი აცხადებდა რომ ხარს არ გაუჭერში და პოლიტიკაში. მე უბრალოდ ეს მინდა კითხოთ. კითხვა დავასრულო. რომ თქვენ და სალომე ზურაბიშვილმა თუ არ ვწდები უწოდა კიდე შევარდნაძის გადმონაშთებთან ურთიერთობა არ მაინტერესებს. თქვენთვის მისაღებია ვთქვათ, აი კახა თარგამაძე შევარდნაძის გადმონაშთი, ასე ვთქვათ, როგორც სალომე ზურაბიშვილი უწოდებს და შეგიქმნათ თუ არა გარკვეული დისკომფორტი ვთქვათ თქვენს თანაგუნდელებთან. ეს მინდა განმარტოთ, იმიტომ რომ ძალიან თუთ განასხვაოთ, ჩემი თანაგუნდელები არიან, ჩემი თანაპარტიელები. ვისთან ერთად ოპოზიციური ფრონტი, რომელიც ერთად იმისთვის რაღაც მიზნისთვის. თანამოაზრეები, რომლებთან ერთადაც ჩვენ გარკვეული კოორდინაციით ვატარებთ ამ აქციებს.
მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს განუსაზღვრო ან ქალბატონ სალომეს, ან ქალბატონ ეკას, ვის შეხვდება, ვისგან მიიღებს ინფორმაციას და ასე შემდეგ. ასევე მე არ მაქვს ვალდებულება რაღაცნაირად პასუხი ვაგო და მათ შეუთანხმო ჩემი წყარო ინფორმაციის საიდან მივიღებ და როგორ მივიღებ. ამავე დროს მინდა გითხრათ რომ არავინ არ ცდილობს და არ ფიქრობს რომ კახა თარგამაძე დააბრუნოს პოლიტიკაში, აქტიურ პოლიტიკაში და ჩართოს ეს ადამიანი. ის თვითონ არ ფიქრობს ამაზე და ძალიან კაფეოთ მოვისმინე რომ ის არის რუსეთის მოქალაქე და საერთოდ არ ფიქრობს აქ დაბრუნდეს არათუ პოლიტიკაში, არამედ ვთქვათ აქტიურ ცხოვრებაში, მაგრამ რა თქმა უნდა, სადაც არის მისი სამშობლო, მამამისის საფლავი და ეს არის მისთვის საყვარელი ქვეყანა, მას რა თქმა უნდა აინტერესებს გულის შეტკივა და ძალიან განიცდის იმას თუ რა აგრესიული პოლიტიკა ტარდება რუსეთის მხრიდან და როგორ ამ შიდა პოლიტიკას და ვთქვათ აქაურ ამბებს თუ ის გიყვებოდათ ისიც რატო ამბობ ახალი რა გითხრათ ისეთი ვთქვათ კახა თარგამაძე იმიტომ რაზეც თქვენ ხა საუბრობდით ახალი არ იყო იმიტომ ეს ვალდებები ხშირად ისმის თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ მე იმიტომ გეკითხები არა უბრალოდ მინდა გითხრათ მე მინდა ხო უნდა გიპასუხო საუბრობდით ბატონო დავით და პირიქით ვამბობ მინდა რომ გააცნოთ საზოგადოებას რა ითქვა ახალი იქნება რა ახალი ბრალდებები გაქვთ თუნდაც ეს მოკლედ მედაბერეთში ერთი რომ დაფინანსების აკრძალვაზე არ იყოს საინტერესო მეორე რომ კინიგზის გასხვისებაზე მუშაობენ. საუბრობდით ამაზე ბატონო დავით. ასამდე აქ საუბრობდით. სწორედ წასვლის ჩამოსვლის შემდეგ ვისაუბრე ამაზე. არა, ჯერ არ იყო ცნობილი თქვა ამ შემთხვევაში. და სწორედ ამის შემდეგ ვისაუბრე. ის რომ ებრალიძე რომელიც თქვენ შექმენით ახლა რაღაც ბუათ რომელიც თურმე შეიძლება მოვიდეს არის კომიკური ფიგურა საერთოდ არის კრიმინალი ჩვეულებრივი ოღონდ მან ღია განცხადება გააკეთა რომ პრეზიდენტობა სურს მაინც უნდა რამდენი კრიმინალი გააკეთეთ განცხადებას რატო არ უთმობთ საქართველოში ყოველი მეხუთე რა კონგრესი იყო და ქართველები იყვნენ შეკრებილი დავასრულე და გისმენთ რადიო გადაყურეთ ბატონო დაცო და იმიტომ და მიხანებ ბრალდებებს ვისაუბრო დავამთავრო აზრი და ამისით კითხვა რა ინფორმაცია მოგაწოდეთ მე არ წევია ხოლმე ზოგადად ვუსმენ რესპონდენტებს უბრალოდ თქვენ გვეკამათეთ ძალიან ბევრი ბატონო გეკამათებით და ყოველთვის შეგაკამათებით იმიტომ რომ ერთ-ერთი დამნაშავე არის რუსთავი ორი რა იმ უბედურებაში რა უბედურებაში ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხია და თქვენ მოწამლეთ და დაინერგა აქ თავის დროზე ის უბედურება შეიძლება შენ იმ დროს აქ არ იყავი და პასუხის მანად დღეს გძელდება ეს ყველა ეს თქვენი პოზიცია და მოდით პოლიტიკოსებმა პოლიტიკაზე ვისაუბროთ და აგონ ყველა თავის ეს არის რეალობა რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს როდესაც იწამლება ხალხი იმ ტყუილით იმ სიცრუით რომელიც მოდის უძდესი ნაკადით რუსთავი ორიდან და ხელისუფლების მიერ მართული ტელევიზიებიდან თქვენ იყავით ის რომელიც მალავდა გირგულიანის მკვლელობას და რო არა მაშინდელი იმედი თქვენ საერთოდ ხმას არ ამოიღებდით იმ ფაქტზე და რაზე საუბრობდით შეხვედრაზე და თქვენ გახარით და გამაწყვეტინეთ ეს ფაქტიც მოგიყევით ასევე მინდა გითხრათ რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი კომპრომატი და ინფორმაცია დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ ვინ იყო პანკიში მართლაც ნარკოტრაფიკით დაკავებული ვინ დადიოდა იქ და ეწეოდა ვთქვათ ნარკოტიკების რეალიზაციას თუ ჩამოტანას და გადატანას როგორ ფინანსდებოდნენ და საიდან იღებდნენ დაწყებული აქსიონენკოს 1 მილიონ დოლარი გახსოვთ ალბათ ხო ჟვანია სააკაშვილმა რომ მიიღო დაფინანსება რუსეთიდან და რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო აქსიონენკო მაშინ რკინიგზის ხელმძღვანელი რაღაც არ მახსოვს რუსთავი ორის სკანდალური სიუჟეტები ამასთან დაკავშირებით მაშინ ეს მისაღები ხო თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი რომ ასე ვთქვათ გამომჟღავნდეს ფინანსდება რუსეთის ვიცე-პრემიერის ან რომელიმე ვთქვათ იგივე რკინიგზის მხრიდან რაზეა ლაპარაკი ის პირდაპირ ციხეში აღმოჩნდება ამისთვის და იქნება ასე ვთქვათ სამშობლოს ღალატში ბრალდებული აი ეს არის სხვაობა მაშინდელ ხელისუფლებას მაშინდელ ასე ვთქვათ წარმომადგენლებზე მოქალაქეთა კავშირის რომელიც დღეს ვითომ დემოკრატიულ რეჟიმად მოგვევლინდა და ყველა ნახეთ რა პირობებში ცხოვრობს ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია აქვს იგივე იქ მოღვაწე ბევრ ადამიანთან დაკავშირებით ხუბუტიასთან და ასე შემდეგ მაგრამ ჯობია ბევრ საკითხზე მან თავად ისაუბროს ჩვენთვის ძალიან ინფორმატიული იყო ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა და კიდევ ერთხელ ვამბობ აუცილებლად შევხვდები კახა თარგამაძესაც აუცილებლად შევხვდები, ოქრუაშვილსაც აუცილებლად შევხვდები, კიდე სხვა პირებსაც, ეხლა მამალაძე იყო ნახსენები და მინდა გითხრათ რომ არ შევხვედრილი ვარ, მაგრამ თუ მამალაძე შემომითვლის შეხვედრას და რაიმე საინტერესო ინფორმაციას მომაწოდებს, მასაც შევხვდები და შევხვდები ყველას ვისაც შეუძლია მომაწოდოს მნიშვნელოვანი საკითხები, ინფორმაცია, ფაქტები იმაზე თუ რა დანაშაულს ჩადის სააკაშვილი და ეს ხელისუფლება. როგორ ყიდის საქართველოს და როგორ არის გაწირული საქართველო იმისთვის რომ საერთოდ ჩაბარდეს საბოლოოდ რუსეთს.
კარგით, ბოლო კითხვა და მე ალბათ მოკლე რეზუმეს მეც გავაკეთებ. ოპოზიციაში აი ამ შეხვედრის შემდეგ და სწორედ აი ამ რაღაც მითქმა მოთქმის განცხადებების ურთიერთბრალდებების შემდეგ გუშინ თორცდები ნინო ბურჯანაძემ გაკეთებული განცხადება ხელისუფლების და ოპოზიციის. მე მეგონა ოპოზიციის შიგნით უფრო. არა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ბატონო დავით. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა ოპოზიციაში დაიწყოს გადაჯგუფებები, ერთიანი ხედვების მიხედვით, ვთქვათ, მოხდეს გაერთიანებები, ანუ არის რაიმე ახალი მოსალოდნელი, ან რა გეგმები აქვს მომავალში ოპოზიციას, როდესაც ხან საუბარია რომ თქვა უფრო მწვავე გახდება აქციები, თქვა ჩვენ ვნახეთ რომ საკნები აიღეთ უკვე ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციისგან, ანუ რაიმე ახალ სტრატეგიას ირჩევს თქვა ოპოზიცია და რა იქნება თქვენი გეგმა ასე. პირველ რიგში უნდა ითქვას რომ რეკორდული ხანგრძლივობის საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოში 2 თვის განმავლობაში პრაქტიკულად არ შენელებულა ეს ტალღა, მაგრამ ბუნებრივია ნებისმიერ პროტესტს აქვს თავისი პიკები და გარკვეული დაღმასვლები, ზაფხულის პერიოდი ბუნებრივად ამცირეს აქტივობას, შესაბამისად ხელისუფლებამ გააქტიურა რეპრესიები, მაგრამ და იცით რამდენი ახალგაზრდაა დაჭერილი, რამდენი ჩვენი აქტივისტია დაჭერილი, სანამ შემოვიდოდით მე გესაუბრებოდ იმ სამარცხვინო ფაქტზე, როდესაც ჩვენი ხობის თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას უწესრიგეს ადამიანს, რომელსაც ყველა კარგად იცნობს იქ ხობში საკრებულოს წევრი და ფრაქციას ქმნიდა და დაემუქრა საკრებულოს თავმჯდომარე, რომ შენ მე ფრაქციას არ შეგაქმნებდი და მეორე დღეს საწარმოდან გამოსულ, სადაც მას დათვალიერება ჩაუტარდა, ჩაუდეს გლუვლულიანი იარაღი, ჩაუდეს ნარკოტიკები, მერე წყალიც დაალევინეს 8 საათიანი დაკითხვის შემდეგ, რომელშიც ნარკოტიკი იყო სპეციალურად გახსნილი. აი რა მეთოდებით გვებძვის ჩვენ და როგორც ცდილობს რომ დაგვინგრიოს ჩვენ დასაყრდენი მოგვიშალოს რეგიონებში, როგორც დევნიან თბილისში ჩვენს წარმომადგენლებს, როგორ უდებენ იარაღებს, ნარკოტიკებს და ერთი და იგივე მეთოდით და ხერხით, ან ცემით, ან ახალგაზრდების დაჭერით, პირდაპირ სახში ურეკავენ. ჩვენი ახალგაზრდულის ყველა წევს 2 დღის წინ ჩამოურეკეს სახში ისეთებს, რომელიც საერთოდ არ დადიოდნენ აქციებში, ეთყობა სია გაიტანეს ოფისიდან და ემუქრებოდნენ, რომ უნივერსიტეტიდან გაგრიცხავთ, რომ თქვენ არ მოგეცემათ საშუალება არსად მუშაობის, რომ თქვენ შვილს მშობლებს ემუქრებოდნენ. აი ეს არის რეპრესიები, ეს არის ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც დაამკვიდრა სააკაშვილმა და რომელსაც თქვენ კბილებით იცავთ. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის განცხადებას, ქალბატონი ნინო საუბრობდა იმაზე ერთი პერიოდით სადეს კიდევაც რომ შეეფუთათ, რომ აი თარგამაძის შეხვედრის შემდეგ რაღაც გამიჯვნა ხდება და ასე შემდეგ. მე მგონი ნახეთ ძალიან კი გინდოდათ ჟურნალისტებს რომ თემა შეგექმნათ რომ ოპოზიცია დაიშალა და ერთმანეთს ასე ვთქვათ ომი გამოუცხადეს, მაგრამ ჩვენ შორის არის ძალიან მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ქალბატონი ნინო საუბრობდა, ეს არის ის რომ შეიძლება ტაქტიკური თვალსაზრისით ვინც უფრო ამ ეტაპზე მწვავე აქციების მომხრეა, გარკვეულწილად უფრო მჭიდრო კოორდინაციაში იყოს, ვინც ვთქვათ ფიქრობს რომ ეხლა საერთაშორისო ასპარეზზე არის გაძლიერება საჭირო პოზიციების, იმიტომ რომ ძალიან კარგად შექმნეს მტრის ხატი ქართული ოპოზიციისგან ამერიკაში, დააკავშირეს რომ აი რუსეთი გვებძვის ჩვენ და იმიტომაც არის პუტინის და მედვედევის ხშირი განცხადებები პირდაპირ რომ წისქვილზე ასხამს სააკაშვილის, როდესაც ისინი ითხოვენ ვითომ მის გადადგომას და სინამდვილეში ამით ძალიან კარგად ხელს უწყობენ რომ დასავლეთის და ამერიკაც უკვე მათი სახის შენარჩუნების საკითხია, რომ იცავდნენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის აგრესიისგან. არავით არის რეალური მუქარა არ არსებობს რუსეთის ხელისუფლებისგან და როგორც თავიდან თქვი კიდე გავიმეორებ. ყველაზე მეტად რუსეთს საქმეს თუ გაუკეთებს, ეს არის სააკაშვილი და ვერავინ იგორ გიორგაძე რო გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი, მე მგონი ასე ვერ ჩააბარებდა საქართველოს ტერიტორიებს და ასე ვერ განუხორციელებდა იმ გეგმებს, რაც სააკაშვილმა გაუკეთა. პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო, ბოლოს ვასრულებ. კოსოვოს ამბების შემდეგ ჩვენ ყველას გვეშინოდა რუსეთი არ წასულიყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, მაშინ ვერ გაბედა. მაგრამ ისეთი საერთაშორისო სიტუაცია შეუქმნა სააკაშვილმა, იმდენად ნოყიერი ნიადაგი დაახვედრა ამისთვის, რომ ძალიან უმკივნეულოდ გაატარა და მოახერხა რუსეთმა ეს ჩვენთვის ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, თუმცა აქვე მაინც უნდა ვთქვა, რომ ჩემს უხერხულ კითხვებზე არ ვიცი, ეცადეთ ალბათ პასუხი არ გაგეცათ, ან ყოველ შემთხვევაში მოვისმინე მხოლოდ ბრალდებები რუსთაველის მისამართით, არ მიკვირს, იმიტომ რომ კახა თარგამაძის შეხვედრის შემდეგ ალბათ თარგამაძის ყველაზე მეტად არ უყვარდა რუსთავიერი, იმიტომ რომ აქ უშიშროების შემოსვლის შემდეგ დაეტოვებინა თანამდებობა. ეს იყო ბოლო რეპლიკა და დიდი მადლობა. მე ეს პასუხი უნდა გამეცა. ნინო შუბლაძე, თქვენ გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ბატონო, გასრულებ. თქვენ მაინტერესებს რა ხასიათზე იქნება და პროტესტ რა გზნობა გექნება. თქვენ ადამიანებს ხლავთ ასეთი ინფორმაცია. მაგრამ ეს მე მაქვს ძალიან დიდი მადლობა თქვენ შესაძლებლად მოსაუბრეთ.
და ამას ცენტრი უნდა დაესვას. მაგრამ მეც მინდა რომ დავასრულოთ. თქვენ აბა კახა თარგამაძის, მაშინ რომ რუსთავიორის საკრიტიკოდ ვთქვა ძალიან ბევრი განცხადება გააკეთეთ, იმიტომ რომ თარგამაძეს არ უყვარდა ყველაზე მეტად რუსთავიორი. შეძულებული იყო დაეტოვებინა თანამდებობა. თვითონ ესეთი ხერხს მიბაძეთ, რომ აი მე უბრალოდ ჩემი პასუხი გაგეცით, იმიტომ რომ კახა თარგამაძე ჩემი დაცვა არ პირდება. ეს ადამიანი თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს. მე მაინტერესებს ის, რომ უნდა გაგზავნოს ცილის წამება, ალახის როლა და ყუილი ბრალდებები ადამიანებზე, რომელიც შემდგომ არაფერთ არ არის გამტკიცებული. მე გიხსენეთ ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი ჩემთვის და მე დღემდე სიმდის იმქეჯნის რომ ის ფაქტი მაშინ ვერ გავაპროტესტე. მე ვამბობ ვალერია ასათიანისთვის დაბრალებული ადამიანის დასახელება. გასაგებია და მე ამაზე გაგეცით პასუხი, რომ სასამართლო შედგა და ამისთვის არსებობს სასამართლო პროცესები. მე საერთოდ არ მუშავდი მაშინ რუსთავიორში, ასე გიპასუხებ. და მე მაქვს ჩემი რომელიც იგივე მეთოდებით მოაგზელებს მუშაობას. კარგით, ეს თქვენი პოზიციაა. ძალიან დიდი მადლობა. დავით გამყრელიძე ახალი მემარჯვენეების ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი და რამდენიმე წუთში მმართველი გუნდის არგუმენტებს უკვე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძისგან მოვისმენთ. ძალიან მაინტერესებს. არის თუ არა კახა თარგამაძე ის, ვინც დააფინანსებს საქართველოში თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლას? რატომ გაუჩნდა ეჭვი ხელისუფლებას, რომ გაჩეშილაძის უცნობი დამფინანსებელი კარგად ნაცნობი კახა თარგამაძეა? გამოცხადებული შეხვედრის ქრონიკა, მიტინგზე გაკეთებული განცხადება. გაიგოს ხელისუფლება, დიახ, ფულის საშოვნელად ვიყავი წასული. და ხელისუფლების ვარაუდი ბერლინის ვოიაჟის შემდეგ. ნათელი ხდება, რა ძალებს ეყნობიან ეს ადამიანები, რაზე არიან წამსვლელები, იმისთვის რომ მიაღწიონ თავის ამოცანას, მიიღონ თანამდებობები. კახა თარგამაძე არის საერთოდ სიმბოლო ყველაფერი უკანონობის, რაც შეიძლება ხდებოდა. რატომ გახდა აქტუალური მმართველი გუნდისთვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გვარი ცნობილი კადრების გავრცელებამდე და რას აბრალებს ხელისუფლება ძველ ოპონენტს? ეს ადამიანი თავისი აკმოვანების დროს დაეუფლა უკანონოდ დაახლოებით 800 მილიონ დოლარს. ბუნებრივია რუსების სურვილი, რომ ამ თანხის რაღაცა ნაწილი დაიხარჯოს ახლა საქართველოს წინააღმდეგ. ფული, სადაა ფული, მისი ფული. რა საფრთხეს ხედავს რკინის მინისტრისა და ოპოზიციის შეხვედრაში მმართველი გუნდი და რითი ამტკიცებს გივი თარგამაძე, რომ კახა თარგამაძე ოპოზიციას აფინანსებს? თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დღეს პოზიციაში. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ჩემი სტუმარია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე და ბატონო გივი, ანუში დასმული ბოლო კითხვით დავიწყებთ თქვენთან საუბარს. რითი ამტკიცებს გივი თარგამაძე, იმიტომ რომ ამაზე დავით გამყრელიძემაც დასვა ეს შეკითხვა, რომ ოპოზიციის ეს უცნობი დამფინანსებელი, რომელზეც რამდენიმე დღით ადრე დაიწყო საუბარი და ლევან გაჩეშილაძემ გააკეთა ღია განცხადება, რომ მან ფული იშოვა ევროპაში, არის კახა თარგამაძე. იმიტომ რომ ოპოზიცია ირწმუნება, რომ დაფინანსების თემაზე საერთოდ არ ყოფილა მასთან საუბარი. ჯერ ესეთი მოგესალმებით, მეორე ერთი მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ესეთ მტკიცებულებით ფორმით ტყუილად აქვთ მიჩნეული. მე თავის დროზე ვთქვი, რომ რუსეთმა გააქტიურა ორი ფიგურა, კიდევ ორი ფიგურა, იმ ადგანი, რომლებიც არიან გადახვეწილი ჩვენი ქვეყნიდან და ებრძვიან ჩვენ ქვეყანას, ეს კახა თარგამაძე, ლევან მამალაძე და ეს თქვი მე ამას შემდეგ დაემთხვა ის, რომ ესეთი შეხვედრა შედგა, ამიტომ მე ვთქვათ, ეხლა არ ვაპირებ იმას რაღაც უმტკიცო ისე როგორც დავით გამყრელიძე. საერთოდ წავალ პოლიტიკიდან თუ მე ამას დამიმტკიცებს გივი თარგამაძე ან შინაგან საქმეთა მინისტრი, ამიტომ გეკითხებით რაიმე სერიოზულის გაქვთ თუ ეს არის მხოლოდ ვარაუდები ხელისუფლების, რომ განმარტოთ მაშინ რატომ ითქვა, რომ აფინანსებს თარგამაძე ოპოზიციას კახა თარგამაძე. მე ვიტყვით დავით გამყრელიძეს ნაცვლად, თუნდაც ამ შეხვედრის გახმაურების შემდეგ წავიდოდი პოლიტიკიდან, აუცილებლად ვინაიდან მე ჩამოექნება ალბათ დრო და ჩამოაყალიბებ ვის შეხვდნენ ისინი ბერლინში, თუმცა ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ვინ იყო კახა თარგამაძე და არის მეორე რამ, მან თვითონ ფაქტიურად განმარტა ცოტა ხნის წინ აქ რომ კახა თარგამაძეს პირადად არ აქვს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი და პრაქტიკულად სხვა თემა, რომელზეც ახლა გარდა იმ არასერიოზული ასე ვთქვათ თეორიებისა, რაც გაშალეს და რაც ჩემი აზრით ქართული ხალხი შეურაცხყოფაა, როცა ცდილობენ რომ შეასაღონ ესეთი სულელური ვერსიები, პრაქტიკულად სხვა თემა ვერ დაასახელეს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ვარაუდი იმისა, რომ საუბარი იყო სწორედ დაფინანსებაზე და მეძე არაფერზე და რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ ეს იყო ასე ვთქვათ შედეგი ან პირდაპირ დავალებისა სწორედ იმ კრემლიდან, რომელზეც საუბრობდნენ, ან ასე ვთქვათ გარიგებისა ისევ იგივე პოლიტიკურ რუსულ წრეებთან. რაც შეეხება მე თავიდანვე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა
ეს თემა იმასთან დაკავშირებით დაავალა კრემლმა ქართულ ბიზნესმენებს. სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა, აქტიური მოსაზრებები იმაზე, რომ პუტინის ინტერესია, რომ თქვა იყოს სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში და რომ მან აუგზავნა ბიზნესმენებს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ხელისუფლებას? ეს არ არის, რა თქმა უნდა, მოსაზრებები, ეს არის ის, რაც ესე თათარი ახლად უცებ მოიფიქრა დავით გამყრელიძე იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, გაუმძვრალიყო იმუხერხული კითხვებიდან, რომლებიც ну რაღაც მიაშველეს ალბათ როგორც ჩანს ახლა თავი რაც არის აქ ეს მე მოვისმინე ირაკლიაშვილის ინტერვიუ სადაც მან ორი კარგი რაღაც თქვა ერთი რომ ამხილა პრაქტიკულად დავით გამყრელიძე იმაში რომ ის ვერსია რომელსაც ეს მანამდე ასახელებდა და დღესაც ასახელებდა თქვენს სტუდიაში სიამდვილეში არ არის სიმართლე რომელიც მას გააჩნია ირაკლიაშვილმა დავით გამყრელიძის უახლოესმა თქვათ მეგობარმა და პოლიტიკურმა თანამებრძოლმა თქვა რომ გამყრელიძე მას უთხრა რომ ბოლო პერიოდში ყოველგვარი დავალებების გარეშე მთლიანად შეწყვიტა ქართულმა ბიზნეს სექტორმა რომელიც რუსეთში მოღვაწეობს მათთან ურთიერთობა და რომ მათ არ აქვთ არანაირი სურვილი დააფინანსონ ოპოზიცია დღეს აქ სერიოზული განსხვავება არის ვინაიდან მეორე რაც გამოჩნდა აქედან არის ის რომ ყოველგვარი დავალებების გარეშე უბრალოდ ამ ადამიანებს არ აქვთ სურვილი დააფინანსონ ის რაზეც ლაპარაკობს მუდმივად ოპოზიცია არ აქვს სურვილი დააფინანსონ თქვა ბნელი ქალაქი როგორც იყო მათი ერთ-ერთი იდეა მიწოდებული არ აქვს სურვილი დააფინანსონ თქვა ის სიტუაცია რომელიც აბრკოლებს ინვესტიციებს საქართველოში არ აქვს სურვილი დააფინანსონ რკინიგზის ბლოკირება რომელიც მიაყენებს ზარალ საქართველოს იმიტომ რომ ეს ადამიანები დღე და ღამ განსხვავებით ამ ხალხისგან მუშაობს იმისათვის რომ შექმნას დოლარი სწორედ საქართველოსთვის და არ მხოლოდ რუსეთისთვის და სრულიად ბუნებრივად ეს მართალია მათ არც ერთ ქართველ რეალურ ბიზნესმენს არ ქონია სურვილი ოპოზიციის დაფინანსებისა და ეს არის ძალიან ნორმალური. რაც შეეხება კრემლის დავალებებს, ესეც არის ბუნებრივი. კრემლი აძლევს დავალებებს თარგამაძეს, ტარიელონიანს და ისეთ ხალხს, ვისაც შეუძლია რომ მიცეს დავალება. ნორმალურად მოღვაწე ბიზნესმენს ვერ მიცემს ვერანაირ დავალებას კრემლი. კარგით, ჩვენ ამ რუსეთის ფაქტორზე გავაგრძელოთ საუბარს, თუმცა რადგან ახსენეთ ბიზნესმენები და თქვით რომ ქართველ ბიზნესმენს არ აქვს ოპოზიციის დაფინანსების სურვილი, ეს ცოტა უცნაურად ჭრეს ბატონო ინფოზე, როდესაც ოპოზიცია მუდამ საუბრობს ამ ზეწოლაზე ბიზნესმენებზე, იგივე თქვათ ლევან გაჩეჩილაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვიღაცა 10 ლარი რომ მისცეს, მე უბრალოდ ციტირებას ვახდენ ოპოზიციას, მეორე დღესვე მიაკითხავს პოლიცია და დაიჭერს, დაუხურავენ ბიზნესს და შეიძლება ქვეყნიდანაც კი გააძევონ და ამის მაგალითია ის, რომ საწარმო, რომელშიც საკნები შევუკვეთეთ, დახურეს ხალხი კი ვინც საკნებს ამზადება და დაიჭირეს. მე როგორც კერძო პირმა შემიძლია ფული ვისესხო საზღვარგარეთ და ჩემს საქმიანობას მოვახმარო. ანუ ეს არის ყოველთვის თავარი არგუმენტი მათი, რომ ბიზნესმენებს იმიტომ ეძებენ თქვა საზღვრებს გარეთ, რომ მათ ხელისუფლებამ არ შეუქმნეს პრობლემა. აი აქ არის ალბათ ყველაზე კარგი ახსნა იმისი, რომ ეს არის ტყუილი თავიდან ბოლომდე, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ისე სხვა ქვეყნებთან. ვინაიდან რუსეთში ვერ იტყოდენ ვერაფრით, რომ საქართველოს ხელისუფლება უგრძალავს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს ოპოზიციის დაფინანსებას მოიგონეს რომ თურმე პუტინი უგრძალავს ამის გაკეთებას და ეს სრული აბსურდია ხო მართლა ეს არის შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების რომელსაც უნდათ რომ ესეთი ვერსია შეასაღონ ესეთივე ტყუილი არის საქართველოსთან მიმართებაში ვინაიდან ჭორში ჩვენ არ ვცხოვრობთ და ესეთი მაგალითები რომ არსებობდეს ვიღაცას ვარი ეწოდინებოდა სახელი ეწოდინებოდა გელაშვილის ფაქტი იყო ვალერი გელაშვილის ან იყო რაღაც ფაქტები რაც ვალერი გელაშვილის რა ფაქტი იყო? არა, ნუ ბიზნესმენი ცემეს და მაშინ ოპოზიცია საუბრობდა რომ ეს სწორედ იმიტომ მოხდა თქვა რომ მას მე რომ ვალერი გელაშვილი დიდხანს ღიად მოღვაწეობდა ასევე საქართველოს პოლიტიკაში და ფინანსებრივ სურათად ეხმარებოდა ოპოზიციას და არაფერი მას მე არ მოსვლია ხო? ამიტომ რომ ეს ტყუილია. ნამდვილად ტყუილია, იმიტომ რომ კონცეპტუალურად სხვა რამესთან გვაქვს ჩვენ საქმე. არ შეიძლება ბიზნესმენს უნდოდეს იმის დაფინანსება, რაც ბიზნეს შეუფერხებს. არ შეიძლება რომ მას უნდოდეს თქვა რკინიგზის გაჩერების დაფინანსება, ან ისეთი გარემოს შექმნის დაფინანსება ქვეყანაში, რაც ფაქტია, რომ რამოდენიმე თვეა უკვე საინვესტიციო გარემოს ამ ქვეყანაში კლავს და აფერხებს. ამის დაფინანსება ბიზნესმენს პრინციპულად არ შეიძლება რომ უნდოდეს და არც უნდა და ეს არის ძალიან ბუნებრივი. ხო რაც შეეხება დავალებებს დაფინანსებაზე, დავალებები ეძლევათ, მე ამას მანამდეც ვამბობდი, თუ გახსოვთ
ისინი პოულობენ კრიმინალურ წარსულის ადამიანებს, ვისი მართვა შეუძლიათ. კარგი, ესეთება დაასახელეთ თქვენ თარგამაძე და მამალაძე თქვენს კომიტეტზე იყო ეს სწორედ როცა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი იყო მოსული თავის მოხსენებით, მაგრამ თარიღებს რომ გადავხედოთ ბატონო გივი, ამ დროს უკვე შემდგარი იყო თარგამაძის და ვთქვათ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა. რატომ მაშინვე არ გაახმაურა ხელისუფლება, ვთქვათ, რომ ეს იცოდა, ანუ სულ საუბრობს ოპოზიცია, რომ ტრის ხატი შეიქმნა თარგამაძის გარომ, ეს ხელისუფლებამ გამოიყენა, ვთქვათ, პიარისთვის ან ანტიპიარისთვის, ასე ვთქვათ, და დისკრედიტაციისთვის ოპოზიციის. რატომ მაშინვე არ დაასახელეთ, რომ იცოდით, რომ კონკრეტულად შედგა ეს შეხვედრა და რაღაც კონკრეტულად ამ შეხვედრის ზოგადად არ უნდა ყოფილიყო სადაც თქვენ და სადაც ხვებმა YouTube-ზე და YouTube-იდან იყო მოწოდებული ეს თუმცა ეს არავინ არ დაიჯერა ბატონო გივი და ნაკლებად დასაჯერებელია რომ ეს არ იყო მიწოდებული თქვათ ხელისუფლების მიერ ანუ ეს თითოეული ადამიანი მაშინ გერმანულ ხარეს გადაიღო ეს კადრები სხვანაირად არ არის აუცილებელი YouTube-ზე გერმანელმა დადოს მაინდა-მაინც ეს კადრები ესევე შეეძლო თქვათ ნებისმიერ ქართველს რომელიც ამას დაინახავდა ეს გაიკეთებინა და საინტერესო თემა მაგრამ ეს არ არის აქ თავარი ეხლა ნამდვილად მე მგონი იმისათვის დრო რომ ახლა თარგამაძე გავგვეცნო საზოგადოებისთვის ჩვენ არ გვჭირდებოდა მე მინდა ეხლა კიდევ ერთხელ შევახსენო უბრალოდ რომ დარწმუნებული ვარ ახლა თარგამაძე იმდენად შეეხო თითოეულ მოქალაქეს სხვადასხვანაირი ფორმით ამ ქვეყნისა რომ ყველას ახსოვს აბსოლუტურად უბრალოდ დეტალურად რომ გავახსენოთ ყველაფერი თითოეული ის მიმართულება რომელსაც ხელმძღვანელობდა თარგამაძე საქართველოში იყო ძალიან დიდი ბოროტება ქვეყნისთვის რომელიც იქვეც არ დამთავრდა როდესაც თარგამაძე აღარ იყო უკვე მინისტრი ამან კიდევ ხანგრძლივად ძალიან უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაზე და კონკრეტული ადამიანები დააზარალა დაწყებული ისევ იმ თუნდაც პანკის ანკლავის შექმნით და ნარკოტიკების ტრანზიტით და რაც მთავარია საქართველოში გავრცელებით იმ პერიოდის ამ მოქმედებამ პრაქტიკულად ძალიან დიდი რაოდენობით ქართველი ახალგაზრდა გახადა დაავადებული ნარკომანი, რომლებიც დღესაც არიან ნარკომანები და აქვთ სიცოცხლის პრობლემა. ეს ამ კონკრეტულმა ადამიანმა გააკეთა, როდესაც მისი პერიოდის პოლიციის განყოფილებებიდან ავღანურ ჰეროინს ყიდიდნენ პოლიციელები, ყიდიდნენ იაფად იმისაც, რომ ბევრი გაესაღებინათ და მაშინ მოხდა ეს ყველაფერი. მოდი ახლა შევთანხმდეთ, რომ ეს მართლა ესეა, ხო, აი თქვენ როგორ უყურებთ ამას? ეს არის ძალიან ხანგრძლივი მოქმედების ბოროტება, რომელიც მან ჩაიდინა ამ ქვეყანაში და რომელიც გაგრძელდა ესე. ბატონო გივა, ამასთან ერთად უკაცრავად გავწყვეტინებ თქვენ კახა თარგამაძის შესახებ თქვით ისიც, რომ არ 800 მილიონი წაიღო ამ ქვეყნიდან და ბუნებრივია შემდეგ ამ თანხას რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ვთქვათ აიძულებს რომ მოიხმაროს, მაგრამ თუ ამხელა თანხა წაიღო ესე დანაშაულებებზე საუბრობთ მისი მხრიდან. ვთქვათ, რატომ გაუშვა ხელისუფლებამ ის, იმიტომ რომ 2003 წელს დატოვა მან საქართველო, რატომ არ აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, ვთქვათ, და რატომ მიეცით მას უფლება, რომ დაეტოვებინა ქვეყანა? ისევ და ისევ, იმიტომ თუ ასეთი სერიოზული ბრალდებები არსებობს მის წინააღმდეგ. მე ვთვლი, რომ მაინც არასაკმარის მუშაობა ჩატარდა, იმიტომ რომ შეიძლებოდა რაღაც სამხილების მოძიება, მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს ასეა, მაგრამ ერთი რამეც არის ისევ იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ფაბრიკაციით საქმეების დაკავებული არ ვართ და როდესაც კონკრეტული მტკიცებულება არ არის და არის სიტუაცია როდესაც მიუხედავად ამხელა აშკარა თვალნათლივი დანაშაულებებისა იმ წუთას კონკრეტული მტკიცებულება არ არის ჩვენ არ დავკავდით საქმის ფაბრიკაციით თუმცა მე პირადად კიდევ ერთხელ ვთვლი რომ მეტი მონდომების და მეტი მუშაობის შემთხვევაში აუცილებლად ეს სამხილები იქნებოდა ამის შემდეგ ეს ადამიანი გახდა რუსეთის მოქალაქე, რუსეთი მოიხსენებათ, რომ თავის მოქალაქეს არ გადასცემს არც ერთ ქვეყანას და ამიტომ უბრალოდ აზრი დაკარგა მასთან დაკავშირებული კეთება. მაგრამ მე მაინც მინდა რომ გავაგრძელო, რომ უბრალოდ მასშტაბი ამ ადამიანის მავნებლობის ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ. ამის გარდა იყო ისევ პანკისი სიტუაცია, რომ გავაგრძელოთ, ხო? ხელოვნურად შექმნილი ანკლავი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო რუსების ელემენტარულად საქართველოს ზეწოლის საშუალება, რომ აი არსებული მათ მიერ, ასე ვთქვათ, ჰიპოთეტურად შექმნილი საფრთხის გამო საქართველოს უნდა დაესაჯათ, დაებომბათ და ასე შემდეგ. აქედანვე რაც ადასტურებს მის იმთავითვე მუშაობას რუსეთის სპეცსამსახურებთან, მან მოახერხა ის, რომ პრაქტიკულად სულ დარჩენილი ჩეჩნეთის ბრძოლის სულანარიანი შეიარაღებული ნაწილები გადაუყვანა სასაკლაოზე კოდორში რუსებს და ზოგი იქვე დაახოცინა და ზოგი წაიყვანეს და შემდგომში დაახოცეს. ესეც არის ხანგრძლივი მოქმედების ბოროტება. კალაშოვი, რომელიც ახსენა აქ
გამყრელიძემ რომ თუნდაც მას არ შეხვდება. ნუ ახლა თუმცა კალაშოვზე უკაცრავად რადგან ახსენეთ ეს უნდა შეგაწყვეტინოთ და დაასრულეთ პასუხი. იგივე კალაშოვზე უნიანზე ოპოზიცია საუბრობს რომ ეს იყვნენ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებას, ანუ მაშინდელ ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდნენ და სულ არის ამაზე საუბარი რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან დაფინანსება არის პრობლემა და უკანონობა, მაშინ რატომ არ აგებს ხელისუფლება პასუხს? ეს არის უბრალოდ იგივე სოროსი დასახელდა და ასე შემდეგ. ნუ ხო ესეც თავისთავად მათ ხედვას წარმოადგენს, როდესაც სოროს, კალაშოვს და ტარიელონიანს ერთნაირად ასახელებენ და საერთოდ საინტერესო იყო რომ აქ ბატონ გამყრელიძე ყვებოდა რომ სოროსმა მოუყვა ეს ყველაფერი და რა საქმეზე იყო თვითონ სოროსთან რატო არ ამბობს ამ შემთხვევაში ხო მეტი საქმე სოროს არა გარდა დაფინანსება სოროსი არის დაკავებული დაფინანსებით ხოლოდ ესე იგი ისიც ესეთი ფაქტობრივი მასალა მათ რა თქმა უნდა არასდროს წარმოუდგენიათ და ყველას აქვს ჩვენი ურთიერთობა იმ თავითვე და ჩვენი პირდაპირ ზეწოლა ონიანის და ასე შემდეგ ეგეთი ხალხის მიმართ და რაც შეეხება კალაშოვს ჩვენ დოკუმენტი შეგვიძლია თქვენ შეგიძლიათ არქივიდან ამოიღოთ კადრები როდესაც კალაშოვი იქნა დაკავებული თარგამაძის ერთ-ერთი მანქანით სადაც ედო იარაღი რომელიც იყო გამზადებული გასაყიდად ასე რომ ესეთი ფაქტები არსებობს რაც შეეხება ამ დაფინანსების თემას როგორ შეიძლება ხამზე ვილაპარაკოთ მაშინ როდესაც საზოგადოებამ და ამას აფასებს ნამდვილად რომ ჩვენს კლასი საერთოდ ამოვზირკვეთ საქართველოსთან და ამითი ძალიან დიდი შვება მივეცით ჩვენ ხალხს თარგამაძეზე მე მაინც მინდა კიდევ გავაგრძელო ვინაიდან ბატონო დაასრულეთ მოკლედ ძალიან რთულია ეს მოკლედ დროში დასრულება მე არ მოვიქცევი ბატონი გამყრელიძესავით მაგრამ ცოტა დრო ამით დამითმეთ ერთ-ერთი მიმართულება ასევე რომელიც მუდმივად არსებობდა მისი მხრიდან ეს იყო რა თქმა უნდა ესეთი საფუძვლიანი კორუფცია დაწყებული და ამას ის თვითონ ამბობდა ასე ვთქვათ ღიად რომ ეს არის ნორმალური და ეს ესე უნდა იყოს როდესაც თითოეული ჯიხურიდან დაწყებული და ამოყოლებული ზემოთ მთელ სისტემაში საქართველოში აკეთებდნენ ფულს პოლიციელები და ეს ფულის ნაწილი მიქონდათ მასთან და რაც თავარია დღეს აი ესე უტიპრად აქ ამ შეხვედრის მერე კიდე საუბარი იმაზე რომ თურმე ჩვენ ხელისუფლებას მიუძღვის უამრავი დანაშაულებები და პოლიცია თურმე ხალხს ცემს და ასე შემდეგ. ხო bis მაგალითად მოიყვანა ბატონო გირი ერთ-ერთი მისი არც მაგალითი არ მოიყვანა თარგამაძის პერიოდის რომელიც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომელიც იყო უბრალოდ ყველაზე სისხლიანი პერიოდი პოლიციის ასე ვთქვათ ძვინვარებისა როდესაც მართლაც ათეულობით ადამიანი იქნა დახოცილი პირადი ანგარიშწორების მიზნით უბრალოდ იმის გამო რომ მათი მოქმედება არ მოწონდათ ზოგი შენობებში პოლიციის ზოგი ქუჩაში ზოგი სხვაგან და ამაზე არც ერთხელ მათ არაფერი არ უთქვამთ ისევე როგორც ეხლა აუცილებლად მინდა ეს თქვა ეხლა არ მოყავთ ფაქტი რომელიც არის სულ ახალი როდესაც პიროვნება რომელიც ალბათ ყველაზე ხშირად გვახსენებდა ჩვენ გირგვლიანის მკვლელობის თემას რომლის გამოც დღეს ადამიანები ჯერ კიდევ სასჯელს იხდიან ციხეში ამ პიროვნებამ თვითონ სასიკვდილოდ გაიმეტა სულ ახალგაზრდა ბიჭი 17 წლის გოგი ჩაიშვილს გულისხმობ რომელიც აქტიური თანამებრძოლია ოპოზიციის რომელმაც დაჭრა ის არტერიაში და პრაქტიკულად მისი ხელიდან ის განწირული იყო სასიკვდილოდ უბრალოდ განგებამ გადაარჩინა თუმცა იქ ძალოვანების მხრიდან იყო ის ფაქტი სხვადასხვა მაინც მარტივი როგორ გეკადრებათ აქ სხვა რამეს ვამბობ მე რომ ესეთი ფაქტი ამ ხალხის აღშფოთებას არ იწვევს მეტიც პირიქით ყველა შეეცადა რომ ეს დანაშაული დაეფარა მაქსიმალურად და დღემდე არც ერთი ადამიანი არ თანამშრომლობს ძალოვანებთან ამ საკითხზე. ეხლა ესეთი ორმოგი სტანდარტები ხო არ არის ნორმალური მაგრამ კიდევ ერთხელ ამას ეს ფაქტიც კი იმასთან შედარებით არაფერი არ არის, როდესაც კახა თარგამაძეს ხვდები და შემდეგ ლაპარაკობ პოლიციურ ძალადობაზე ქვეყანაში. კარგი, ბატონო, ორმაგი სტანდარტი ახსენეთ და ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, როდესაც ხელისუფლება სულ საუბრობს ამ რუსულ კვალზე, რუსეთის გავლენაზე, ვთქვა და ოპოზიციის უკან შესაძლო იყოს რუსული ფული და ასე შემდეგ, ოპოზიცია სულ ამბობს, რომ ვთქვა, სულ საუბრობს ხელისუფლების კონტაქტებზე, იგივე თარგამაძესთან შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე სტუმრობენ მოსკოვს და ასე შემდეგ და იგივე რომ საგარეო საქმეთა
მინისტრი არის რუსეთის მოქალაქე, დასახელდა კახაბედოვიჩზე და ასე შემდეგ. ამაზე რომ გასცეთ პასუხი. არ ცხოვრობს იმაში მოსკოვში და როგორც თვითონ ახსენა ეხლა ბატონმა გამყრელიძე იქაურ პოლიტიკურ წრეებთან ძალიან კარგი ურთიერთობები არ აქვს. ამიტომ ამაშია განსხვავება, ის არის მოქალაქე, მაგრამ ის მოღვაწეობს საქართველოში და მოღვაწეობს ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. საიდან საერთოდ ახლა ეს პრინციპი რომ იქით შეგედავები და აქეთ შემრჩებო, ამას ხედავს ყველა ეხლა რომ აშკარად ამითია დღეს გამყრელიძე დაკავებული. აქ სხვა რაღაცასთან გვაქვს ჩვენ სინამდვილეში საქმე. ეს ადამიანები არიან ძალიან დიდი ხნის კორუფციულ ბიზნეს პარტნიორები. ნუ ყველა მიცის ელემენტარულად კიდევ ერთხელ ვიტყვი ალდაგის თემა, როდესაც უბრალოდ კახა თარგამაძემ, რომლის ნებაშიც ეს შედიოდა, მთელ საქართველოს დაუწესა ხარკი ალდაგის ანუ გამყრელიძის მიმართ და თუ ჩვეულებრივი ადამიანი ამ ხალხს არ გადაიხდი და ელემენტარულად მანქანით ვერ გაივლი და ვერ აზდროს. ხო? ანუ რა ურთიერთობაზე იყო ლაპარაკი? არა. მისივე ძალისხმევით იაშვილი თავის ფირმა ვინქვილდით ჩაჯდა კორუფციულ სქემაში ელექტროენერგიის ექსპორტის თურქეთში ამოაგდო იქიდან, იმიტომ რომ მოერია კახა თარგამაძის ხარჯზე ლევან პირველს ესეთივე კორუფციული ფირმა მისი ამოაგდო, ჩაჯდა თვითონ და წლების მანძილზე. ამ ადამიანებს ჯერ ერთ ზამთარში დენს ართმევდა, იმიტომ რომ იქ გაიყიდა და ფული აიღო და მეორე ერთი უზარმაზარი ფული გააკეთა. მესამე უმცროსი ძმა მიტკი ბატონო მიხეილ იაშვილი, როდესაც აქ იყო ლაპარაკი რომ ყიდიან ობიექტებს, ჩვენი ყველა გაყიდული ობიექტი მუშაობს და ქმნის დოვლას ამ ქვეყნისთვის და ქმნის სამუშაო ადგილებს და ყველა მუშაობს. მაგრამ როდესაც კახა თარგამაძე მოახერხა და ჩასვა მიხეილ იაშვილი და პრაქტიკულად უფასოდ დაათრევინა, ასე რომ ვთქვათ, საქართველოს მთელი ავიაციის დარჩენილი ნაწილი საქართველოს ავიახაზების სახით რაქნა იაშვილმა. იაშვილმა ფუნქციონალური ნაწილი ძვირად გაყიდა, დანარჩენი დაშალა, მარაგ ნაწილებად ჯართად გაყიდა. უდიდესი ფული იაშვილი, ამიტომ ის ვერ გაქვს. კი ბატონო, მაგრამ ეს დამასწორებელი გააკეთა უზარმაზარი ფული. ხოლო სახელმწიფოს დაუტოვა 7 მილიონი დოლარი ვალი. ამაზეა ლაპარაკი და ამ ხალხს ჰქონდა ესეთი ურთიერთობები. ამიტომ ეხლა რა ძალიან მარტივად ავხსნი ერთ წინადადებით. რა ხდება ეხლა? ბოლო მოკლე კითხვა დავსვადე და ეხლა იმას კი არ თავაზობენ. თქვათ და კი ისე კი არ ავალებენ, რომ ის აქედან წაღებული ფული დახარჯია. ამ ხალხს თავაზობენ რას? რომ დააგებრუნებთ თარგამაძეს და დააგებრუნებთ ამ ურთიერთობებს საშუალებას, რომ თქვენ ისევ ქართველი ხალხის ხარჯზე თქვენ თვითონ იცხოვროთ უზრუნველად და მე შემიძლია ახლა თქვა, ესენი მეც რომ მიყვირი და სხვა შორის, როდესაც ლაპარაკობდნენ, ჩვენ წაგვართეს ღირსება. და აი ამის დასაბრუნებლად ვიბრძვით ახლა. ნუ გაუგებარი იყო ზუსტად რა ღირსებაზეა ლაპარაკი. ეხლა მე შემიძლია ზუსტად თქვა, რომ ესენი ღირსება თვლიან საშუალებას იმისა, რომ ისევ ამ ხალხის ხარჯზე კორუფციული გარიგების გზით კორუმპირებულ თარგამაძისნაირ ხელისუფლებასთან თვითონ იცხოვრონ უზრუნველად და ეს ხალხი თუმცა ისინი ამბობენ, რომ შიდა პოლიტიკაში ჩარევას ის არ გეგმავს და არ იყო ამაზე საუბარი. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ყველას გვახსოვს და თითოეულ საზოგადოების წევრს და თქვენს. იმ წლებში, როდესაც ამ ხალხს ციოდა, როდესაც ბნელოდა, როდესაც ყველაზე დუხჭირი წლები იყო. გამყრელიძე, გაჩეჩილაძე, იაშვილები რა პირობებში ცხოვრობდნენ? რა პირობებში ცხოვრობდნენ? ყველა მის რა პირობებში ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ ეს ფული იყო მოპოვებული ამ ხალხის ხარჯზე და ცხოვრობდნენ ისე მეფურად, ასე რომ ვთქვა და კარგით, ეს იყო წარსული, აღარ გვინდა ახლა ამაზე საუბარი, უნდა დავასრულო და თვითონ რკინიგზის თემაზე ლაპარაკი, ნინო. ამ პრინციპი არის ამ წარსულის დაბრუნება, მეტი არაფერი სხვა. კარგით, ის რაც ეხლა მოაწყო ბატონო გამყრელიძე, არის დასტური იმის, რომ მეტი არაფერი სათქმელი არ აქვს და მთელი გადაცემა მან გაატარა იმაში, რომ მართლა აკეთებდა ყველას, მათ შორის თქვენს და სხვებსაც იმას, რაც თვითონ აქვს დაშავებული და ეცადა ელემენტარულად, რომ გამომძვრალიყო ყველა უხარხული კითხვიდან. ბოლო კითხვა რკინიგზის თემაზე, რაზეც ასევე გაისმა ბრალდება და ბატონმა დავით გამყრელიძემ, თუმცა მანამდე ლეიბორისტებმაც კი გააკეთეს ამ თემაზე განცხადებები, რომ რკინიგზის გადაცემას ქართული მხარე გეგმავდა რუსეთისთვის და დავით გამყრელიძემ თქვა, რომ ეს შეჩერდა. არსებობს საერთოდ ესეთი რაიმე გეგმა, იყო ასეთი გარიგება, რომელიც მართლა შეჩერდა. კი, თქვა თავარი, რომ დღემდე ვერ აქვს მოპოვებული ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ ეს შეჩერდა და იყო ეს გეგმა, იყო ესეთი გეგმა. მოიპოვოს. არაფერი ესეთი არ ყოფილა, იმიტომ რომ ყოფილიყო დოკუმენტიც არცებობდა ამის
როდესაც მე სწორედ აი მათ ყოფილ კორუფციულ გარიგებებზე ვსაუბრობდი თავის დროში, როცა მე ვიყავი ოპოზიციაში და წეს მათნაირ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, მე ყოველთვის დოკუმენტი მომქონდა და რანაირად მომქონდა. იმიტომ რომ ყოველთვის როცა ეგეთი ტიპის გარიგება არსებობს, დოკუმენტიც არსებობს და იმას თუ მოინდომებ, მოიპოვებ და როცა ვერ ყოველობ, ესე იგი ეგეთი რამე არ არსებობს. მე მაინც მინდა ბოლოს თქვა ერთი რამე. ძალიან მოკლედ წუთი სულ ბატონო. ის, რასაც ესენი ლაპარაკობენ დღეს, არის ქართული ხალხის შეურაცხყოფა, ეს არის აბსოლუტური უტიფრობა, იმიტომ რომ როგორც პატარა ბავშვები, რომელიც დანაშაულზე დაიჭირეს, ცდილობენ, რომ გამოძვრენ აი რაღაც გამოგონილი ისტორიებს, მაგრამ ქართული ხალხი არ არის ამის ღირსი, იმიტომ რომ კონკრეტულად ამ ადამიანებისგან ქართულ ხალხს ძალიან დიდი ზარალი აქვს მიმდგარი თავის დროზე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ უბრალოდ შემდეგი სტუმარი გვყავს ჩვენ კიდევ სტუდიაში. თავდაცვა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა რეკლამის შემდეგ კი ეკა ბესელია ოპოზიციიდან იქნება ჩვენი გაცემის ბოლო სტუმარი. მაშინ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ რეკლამის შემდეგ და წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის ბოლო სტუმარს ოპოზიციიდან ეკა ბესელია სახელმწიფოდობისა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. პირველ რიგში ქალბატონო ეკა და ბუნებრივია თქვენთან საუბარსაც დავიწყებ და ძირითადად მინდა რომ ჩვენი საუბრის თემა იყოს ეს კვირის ასე ვთქვათ მთავარი შეხვედრა ჩვენ ესე დავარქვით ოპოზიციის ბერლინალე დღევანდელ გადაცემას ბერლინის შეხვედრას გულისხმობ და მინდა პირველ რიგში კითხოთ თქვენ რა რეაქცია გქონდათ როდესაც ეს კადრები ნახეთ. გულისხმობ და გეკითხებით ამას იმიტომ რომ თქვენი პირადი ასე ვთქვათ როგორც ადვოკატს კონფლიქტი გქონდათ თარგამაძესთან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრთან თავის დროზე საყოველთაოდ ცნობილი ანუ და არ ვფიქრობ რომ თქვა სიმპათიით უნდა იყოთ მის მიმართ გამსჭვალული მაგრამ რა რეაქცია გქონდათ როდესაც ეს შეხვედრის კადრები ეხილეთ ნინო მადლობთ მე პირველ რიგში მინდა გთხოვოთ რომ იმედია მარტო მისალმება და დამშვიდობებას არ მოუნდები და მექნება დრო რომ ჩემი პოზიცია ჩამოვაყალიბო რაც შეეხება ამ შეხვედრას მინდა დაგეთანხმოთ ნინო რომ ნამდვილად დადებით ემოციას არ იწვევს ჩემთვის ჩემში კახა თარგამაძის გამოჩენა ეკრანზე და არ მაქვს სასიამოვნო მოგონებები იმ პერიოდთან, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. სხვათა შორის ჩვენ ქვეყანას დაებედა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრები ზოგადად ვერ ამახსოვრებენ ხოლმე ქვეყანას და ხალხს კარგად, მაგრამ არსებობს მეტნაკლებობა, ხო? არსებობს ბუნებრივია შედარების შესაძლებლობა. მე რასაკვირველია ხა დადებითი განწყობით არ აღმიქვია შეხვედრა, ავიცოდი ამ შეხვედრის შესახებ, თუმცა მინდა ხაზგასმით კი, ტელევიზიით შევიტყვი, მინდა ხაზგასმით თქვა, რომ არ არის ვალდებული ხა არც ლევან გაჩიჩილაძე და არც დავით გამყრელიძე მე ეს კომენტარებშიც ვთქვი, რომ ანგარიში ჩააბარონ სხვა ლიდერებს, როდესაც ეს არის კერძო და პირადი ხასიათის ვიზიტები და არ არის საერთო ოპოზიციურ ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა, ისე როგორც მე არ ვთვლი თავს ვალდებულად თუ რაიმე კერძო ვიზიტს დავგეგმავ, ისინი ჩავაყენო საქმის კურსში, ამიტომ რო გითხრათ, რომ განსაკუთრებული რაღაცა განжის განწყობაზე დავდექი არა, ბუნებრივია თარგამაძის კიდევ ერთხელ მინდა და ამ თემაზე მე ვფიქრობ, ჩემი პოზიცია იქნება სრულიად ცალსახა, რომ მისი ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც თავად გამორიცხავს კახა თარგამაძე, გამორიცხავენ ის ადამიანები, ვინც მას შეხვდნენ, დათო ლევანიც და არც ერთი არ ამბობს, რომ რაიმე ტიპის პოლიტიკური პროცესებში ჩართვისთვის იყო ეს შეხვედრა დაგეგმილი, რა თქმა უნდა არ დაუჭერბ ხალხს და რა თქმა უნდა არ მივესალმები, მაგრამ მე მაქვს ესეთი ფორმულა, არც კახა თარგამაძე და არ მინდა არც ვანო მერაბიშვილი. არ მინდა წარსულში დაბრუნება, არ მინდა იმ პერიოდში ყოფნა, როდესაც მახსოვს ადამიანის უფლებები როგორ ირღვეოდა, მაგრამ ნამდვილად არ მესმის ხელისუფლების ეს რაღაცა ზედმეტი დრამატიზება და არ მჯერა რომ ეს არის ობიექტური გულისწყრომიდან გამოხატული. ხა ესეთი შეგრძნება მაქვს. ეს არის უკაცრავად გაგაწყვეტნებ და არ დაგავიწყოთ რას ამბობდით. ხელისუფლება კახა თარგამაძეზე ამბობს რომ მას აქვს ეჭვი რომ საერთოდ ის აფინანსებს, ან ის არის ის უცხო დამფინანსებელი, ვთქვათ ლევან გაჩეჩილაძის ვიზაც მან ეს ღია განცხადება გააკეთა და მაშინ რას ემსახურებოდა ვთქვათ გაჩეჩილაძის ეს განცხადება ღიად გაკეთებული, როგორ ფიქრობთ ქალბატონო ეკა და ვთქვათ რომ აღმოჩნდეს რომ ის აფინანსებს ამ აქციებს, ვთქვათ თქვენი რეაქცია რა იქნება შესაძლოა ვთქვათ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ. გამორიცხულია ნინო ჯერც ერთი ეს შეხვედრა თავისთავად ეს კადრები არანაირად არ მეტყველებს იმაზე რომ საერთოდ არ ვიცი რაზე მეტყველებს. იმიტომ რომ ეს რაღაცა უხმო კადრები რომელიც არ შეიძლება
სახელდარქმეული იყოს იმგვარად, როგორადაც სახელისუფლებო კომენტარები კეთდება, დაფინანსებას რაც შეეხება გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას რაღაცა საერთო ბიუჯეტი და ყოლაბა არ აქვს, ამის მიუხედავად მე პირადად გამოვრიცხავ, რომ ფინანსური ჩართვა ხდებოდეს ან თარგამაძის, ან რომელიმე მსგავსი პირის, ვინც რუსეთში მოღვაწეობს და რუსეთის მოქალაქეა, გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი დათო გამყრელიძის პოზიცია, ძალიან კარგად ვიცი ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას, მე მჯერა მათი როცა ამ საკითხს საერთოდ არ აყენებენ, ამიტომ არ ვიცი ხა ლევანი რას გულისხმობდა ამაზე, მან თქვა რომ კონფიდენციალური ესაა დახურულია. არა, ჩვენ არ ვიცით, სხვათა შორის ნაკლებად ვინტერესდები ამ თემით, რამდენადაც არა ვართ მიბმული ფინანსურად არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე. თუმცა ის ამბობდა რომ ოპოზიციურ აქციებს და ვთქვათ ამ აქტივობებს შესაძლოა მოხმარდეს. ლევან გაჩეჩილაძე არის ფიზიკური პირის პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს, ამიტომ მასის შეზღუდვები არ აქვს, რაც აქვს პოლიტიკურ სუბიექტებს, მაგრამ შეეხება ხელისუფლების მცდელობას, ნინო როგორმე მიაბან ეს თემა ფინანსურ თემას და რუსული ფული, რუსეთთან კავშირები, მე ესეთი განცდა მაქვს, აი წეხანაც ამის თქვა მინდოდა, რომ ცოტა ხან შეიძლება სარკოფაგიდან მუმიები გააცოცხლონ და ნაფტალინიდან ადამიანები გამოიყვანონ, იმისთვის რომ ოპოზიციის კომპრომეტირება დაიწყოს. სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც მესმის თარგამაძე ამ შემთხვევაში ხელისუფლება თარგამაძეს მე ვერ განვიხილავ. გეთახმებით, ნინო, მათ თქვენს რისთვისაც შეხვდნენ ინფორმაციის მოპოვებისთვის, ჩემთვის დათოს და ლევანის განმარტება არის სარწმუნო, ჯერა რომ ამ მიზნით შედგა ეს შეხვედრა, თუმცა შემიძლია ძალიან ღიად და ყოველგვარი რევერანსების გარეშე გითხრათ, რომ თუ კი რაიმე ფორმით მოხდება რუსული კაპიტალის, რუსული ფულის ან რაიმე სხვა აკრძალული ფორმით ფინანსური ჩარევა მიმდინარე ოპოზიციურ პროცესებში, რომელშიც ჩვენც ჩართულები ვართ, ბუნებრივია გამემიჯნებით, ნინო, და მე არ მგონია, რომ რომელიმე ჩემს თანამებრძოლს, მათ შორის დათო გამყრელიძეს, რომელიც ახლა თქვენი სტუმარი იყო, მსგავსი განწყობა არ ქონდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ესე ფიგრობს, მაგრამ ის რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები და 2 დღის განმავლობაში მესმის ეს განცხადებები განსაკუთრებით გაბაშვილის მალაშხიას და ამ შემდეგ რაღაცა გული ერევა თურმე ამ კადრების ნახვას და ოპოზიციამ დაიკიდოს ახლა თარგამაძის სასაცილოა, იმიტომ რომ მე მახსოვს ძალიან კარგად და ჩემზე უკეთესი მეხსიერება ქართულ საზოგადოებას, რომელთაც ახსოვს, რომ გაბაშვილი ხელისუფლების ეს წარმომადგენლები, ვის დღესაც არის, იმ პერიოდის ნაწილები არიან, იმ მოქალაქეთა კავშირიდან მოდიან, იმ სააკაშვილის თანამებრძოლები არიან, რომელიც ამიტომ თავი შეიკავონ ესეთი განცხადებების და ბრალდებების გაკეთებისგან, რომლებიც გახსოვთ თქვენ სააკაშვილის ცნობილი მადლობა კახა თარგამაძისთვის, ჩვენ ასე დათომახსენა იგივე რუსეთიდან შემოსული დაფინანსებები ნაციონალური მოძრაობისთვის, მოქალაქეთა კავშირისთვის, ვარდების რევოლუციისთვის, სოროსის დაფინანსება, რომელსაც ღია დღებულობდა ვარდების რევოლუცია, უკაცრავად არ იყო მაშინ აკრძალული თემები ეს და არ იყო მაშინ ამ ფაქტებს უარყავს, თქვა მართველი გუნდიდან იგივე თარგამაძე თქვა რომ მსგავს დაფინანსებას არ ქონდა მაშინ ადგილი. თუ მათთვის საკმარისია მხოლოდ კადრები, სადაც არის მის რაზეა ლაპარაკი და თვითონვე ადებენ თემას, სიტყვებს, ფრაზეოლოგიას და დასკვნებსაც თვითონ აკეთებენ, ბრალდებებსაც თვითონ ფორმულირებას უკეთებენ. მაშინ რატომ არ არის მტკიცებულება იგივე ყოფილი პრეზიდენტის, იგივე შევარდნაძის განმარტებები, საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომ დიახაც რუსეთიდან შემოვიდა ჟვანია სააკაშვილისთვის დასახმარებლად საკმაოდ დიდი თანხა. ვიცე-პრემიერისგან არ არის ეს საკმარისი მტკიცებულება. ცოტა ხნის წინ აი თქვენ წინა სტუმარი ამბობდა, რომ თურმე აი ოპოზიცია განსაკუთრებით ლაპარაკობს ღირსებაზეო და ღირსების დაცვაზე, ეხლა გავიგეთ თურმე რა ყოფილა მათი ღირსებაო. ესეთი ტიპის უტრირებას თავი უნდა დაანებონ, იმიტომ რომ მე მახსოვს კახა თარგამაძის პერიოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ მე პროფესიულად მქონდა შეხება იმ პერიოდის ძალოვან უწყებებთან და ნამდვილად არ დამამახსოვრდა კარგად და მახსოვს ის პერიოდი საკმაოდ მძიმედ, მაგრამ კიდევ უფრო მძიმედ მახსოვს ნინო ბანო მერაბიშვილის პერიოდი შინაგან საქმეთა სამინისტრო, რამოდენიმე დღეა სულ გასული და მე ყველაზე მეტად ეს მაწუხებს დღეს, რომ აი 3 დღის წინ მაგალითად ავლაბრის რეზიდენციიდან 11 ადამიანი გაუჩინარდა, რომელიც აღმოჩნდა, რომ მერაბიშვილის თანამშრომლებმა ჩასვეს დროებითი დაკავების საკანში. მე თქვენ წამოგიღეთ სია და ამას დაგიტოვებთ აუცილებლად. ეს არის აპრილის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები. აი ნახეთ, რამდენად 97 ადამიანია აი ამ სიაში, რომელიც მერაბიშვილის პერიოდში სხვათა შორის ქუჩაში
დახვრეტილი ახალგაზრდები მერაბიშვილის პერიოდშია სხვათა შორის პირდაპირ ქუჩაში ნაცემი ჟურნალისტები და 15 ივნის რაც მოხდა რა სასაკლაუს დაატრიალა იქ პოლიციის სამმართველოსთან 99 ადამიანი იქნა ნაცემი 15 ივნის მათ შორის თქვენი კოლეგები მათ შორის ქალები და უცხოელი ჟურნალისტები და ბოდიში მოიხადა მხოლოდ ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროა და ის მერაბიშვილია რომელმაც გირგულიანი საქმე მოაწყო და სხვათა შორის უზნეობად მიმაჩნია როდესაც გოგი ჩაიშვილთან პარალელს ავლებ და ამბობ რომ თურმე ერთი და იგივე ტოლფასია ჯერ ერთი უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა დაიცვას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა და არ შეიძლება დამნაშავედ აცხადებდე ადამიანს რომელსაც ბრალი ედება და მეორე როგორ შეიძლება ერთ სიფტყეში განიხილო გირგულიანის საქმე სადაც უმაღლესი სახელმწიფო პირები იყვნენ ჩარეული და მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე სახელდებოდა როგორც ერთ-ერთი მაპროვოცირებელი პირი აი ამ უმძიმესი დანაშაულისა და ის რაც მოხდა წყნეთში მე არ ვიცი ვინ ჩაიდინა ჩემთვის გოგიჩაიშვილი არის უდანაშაულო გითხავთ რადგან ეს თემა ახსენეთ ხალბატონიკა იგივე გითარ გამეცემ ისიც რა თქვა რომ ეს არ აღაშფოთა ოპოზიცია ამ ფაქტმაო და ძალიან ბევრმა ადამიანმა ვთქვა არც ისურვა რომ მეთანამშრომლ გამოძიებასთან და ვთქვა ვინ იყო დამნაშავე ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ უბრალოდ მაინტერესებს რომ ეს ბრალდება გაისვა თქვენი სამართლით ცუდია თუ ვინმე მარი თანამშრომლა და ცუდია ისიც იყო თუ არა ეს ფაქტი შემაშფოთებელი ოპოზიციისთვის უნდობლობით ცუდია ნებისმიერი დანაშაული ჩემთვის შემაშფოთებელი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა. ვისგანაც ეს არ უნდა მოდიოდეს, მაგრამ ჩემთვის გოგი ჩაიშვილი არ არის დამნაშავე. კანონისთვისაც არ არის იგი დამნაშავე, იმიტომ რომ არსებობს პრეზუმპცია. ჩემთვის ძალიან უცნაურია, როგორც იურისტისთვის, რომ ნარკოტიკული დანაშაულებების განსაკუთრებით დიდი ოდენობის შენახვისთვის, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს სასანქციო ნაწილად, აი ასეთი მძიმე ბრალდებისთვის 2000 ლარიან გირაუთი ათავისუფლებენ იმ ქალბატონს, რომელმაც ჩვენება მისცა. ბუნებრივია ეჭვს იწვევს ეს ჩემთვის და ბუნებრივია ასეთ ტიპის ფაქტები პირიქით მოქმედებს. მე მახსოვს სხვათა შორის ნინო რომ აი ხა ამბობდა გივით არგამაძე რომ ასეთ ჩვენო გივე კახათ არგამაძეს ამბობდა ხა რაღაცა ფრაგმენტულად მახსენდება და მინდა რომ პასუხები გავცე. რატო არ არის აღძრული ქვეყნის დამაქცევარია თურმე კახათ არგამაძე და კიდე ერთხელ ამბობ. თუმცა გამოთქვა კრიტიკა რომ არ იმუშავეს მაშინ კარგად და არ იყო საკმარისი სამხილები იმისთვის რომ დაგვეყავებინა. ეს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს ამას რომელიც ერთი ჩვენებით სრულიად გადაუმოწმებელი ჩვენებით ძალადობით მიღებული ჩვენებებით ადამიანებს განაჩენი გამოუტანეს თურმე კახათ არგამაძის წინააღმდეგ ვერ მოაგროვეს მასალა მაშინ რომ დაირაზმნენ და წყობში რომ დადგნენ ორი დღეა პარლამენტის სხდომაზე და ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მძიმე ბრალდებებს აუყენებს ამ კახათ არგამაძეს თუ არ ძებნილია არც საქმე არ არის აღძრული მაშინ რატო აცხადება ნარკობარონა რა უბედურება ესე პრეზუმპციის პერიოდის გახსენება ხდება როდესაც იყო ეს ადამიანის განათლებები და ბრალდება წაუყენე მე ამას ვამბობ ან ბრალდება წაუყენე მე მაგათად მეგონა რომ სისხლის სამართლებრივი დევნა იყო დაწყებული ან თუ არა გაქვს ბრალდება წაყენებული მაშინ თავი უნდა შეიკავო ესეთი განცხადებების გაკეთებისაგან მით უმეტეს შენ ყავს ისეთი შინაგან საქმეთა მინისტრი რომელმაც მე ვფიქრობ ყველა ზღვარს გადააბიჯა და ამ თემებით ამ ბოლო დღეებში იმიტომ ხდება ტირაჟირება მე ვფიქრობ ყურადღების გადატანა ხდება 6 მაისიდან 15 ივნისიდან 18 ივნისიდან 28 მაისიდან მამისონის თემიდან რკინიგზის თემიდან სპეციალურად ხდება ნინო რაღაცა ფორმულა რომ საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა აი ამას ვხედავ ჩვენ თორე მე არ მესმის ორი დღე რატო არის ესეთი მაინც მინდა გითხოთ ამ შეხვედრამ შესაძლოა მე მესმის თქვენ ახლა რაზეც საუბრობთ ეს თქვენი პოზიცია მაგრამ თქვათ გარკვეული გავლენა იქონიოს ოპოზიციის იმიჯზე მე ვგულისხმობ საზოგადოების მხრიდან მოდით გავეშვათ ერთი წუთით პოლიტიკოსებს ანუ როგორ ფიქრობთ როგორ იქნებოდა საზოგადოების შეფასება თქვათ ამ შეხვედრის შემდეგ იმიტომ რომ ბევრს ახსოვს თქვათ საკმაოდ ცუდი პერიოდი ნუ ბევრი შესაძლოა არ თulis რომ თქვათ კახათ არგამაძე ასეთი ფიგურა ვთქვათ ნინო ალბათ არ შეიძლება თელი ოპოზიციის იმიჯი შეეხოს თქვათ ვერ შეეხება ვერანაირად მართალია ძალიან უნდა ხელისუფლებას და აბსოლუტურად ყველა დაუშვებელი მეთოდი ცდილობს კომპრომენტირებას, გვაბრალებს იმას, რასაც თვითონ აკეთებს, რუსული ინტერესებს საუბედუროდ ემსახურება ეს ხელისუფლება და ამას აბრალებს ოპოზიციას, რომელზედაც თავად მიხეილ სააკაშვილი, ნინო დამეთანხმები ალბათ გახსოვთ თქვენც, რამდენჯერმე ამბობდა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსული ინტერესების კვალი მან ვერ იპოვა ქართულ ოპოზიციაში. ეს განცხადებები მან გააკეთა 7 ნოემბრის მოვლენების შემდგომ, სხვათა შორის არა პირველ დღეებში, არამედ მოგვიანებით, მათ შორის ლევან გაჩაჩელაძეს
ხაზისთან შეხვედრის დროს როცა უნდა კვალს ხედავენ, როცა უნდა ვერ ხედავენ. ამ დროს ჩვენ კვალს კი არ ვხედავთ. მტკიცებულებებით ვამბობთ, რომ რუსულ ინტერესებს ემსახურება დღეს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა. რითი? იმით, რომ ეკონომიკური ბერკეტები ხელში ჩაუგდო რუსეთს, იმითი, რომ პოლიტიკით აბსოლუტურად აი აგვისტოს მოვლენებით დაანგრია ქვეყნის ხერხემალი და ცხინვალი და აფხაზეთი 150 სოფელი გადასცა რუსეთს თავისი უგუნური მოღალატური პოლიტიკით, რაც მან აწარმოა აგვისტოში. ამიტომ ეს ხელისუფლება, რომელიც სხვათა შორის მახსოვს ბარამიძის ნობილი გამოსვლა, თქვენს გეხსომებათ ნინო, როცა თარგამაძეზე თქვა, კახა თარგამაძეზე, მე არ მინდაო თარგამაძის დაბრუნებული აფხაზეთიო. პიროვნებებამდე იყო დასული სახელმწიფოებრივი ერთიანობის და სუვერენიტეტის თემა. უკაცრავად თქვენ ასე დაბრუნებული აფხაზეთი არ გინდათ და ჩვენ იმ დაკარგულ ქვეყნის ტერიტორიებზეც აღარ ვილაპარაკოთ, აღარ ვაკრიტიკოთ? კარგით, გასაგებია. მე მინდა ამ შეხვედრიდან კიდევ ერთ თემას შევახოთ, ეს მოვასწრო, ხალბატონ ეკა, თქვენ ანონსშიც გამოვიყენა ეს, რომ ვთქვათ, თქვენ ბრძანდებით ის პოლიტიკოსი, რომელმაც უკვე ორჯერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში თქვით, რომ თქვენი მანდატი არ ჰქონდა ლევან გაჩეჩილაძეს, ვთქვათ, სხვადასხვა შეხვედრაზე და ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის დროსაც, როდესაც თქვენ თქვით, რომ უყვარს სააკაშვილს ასეთი შეხვედრების შავნაბადაზე განმარტოვებით, ესეთ ციტირებას ვახდენ, ასე ვთქვათ, თქვენსას. რას გულისხმობდით, ანუ მიმდინარეობს, ვთქვათ, რაიმე შეხვედრები იგივე პრეზიდენტთან ხდება თუ ვთქვათ წარსულს გულისხმობდით ნოემბერში გამართულ შეხვედრებს თუ რატომ რას გულისხმობდით მოკლედ ამ განცხადებაში და რატომ არ ქონდა მას თქვენი მანდატი ამ შეხვედრაზე ვთქვათ? ნინო, მე ძალიან ცხადად დავაფიქსირე მაშინ ჩემი პოზიცია, არ ვიყავი ერთადერთი, როცა ვთქვი, რომ სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრის წინ ჩვენ არ ქონდა დადებითი პოზიცია და არ გვითქვამს, რომ უჭერდით მხარს. პირიქით ვამბობდით, რომ ამ ფორმატის შეხვედრას მხარს არ უჭერდით და ვთქვი, რომ ჩვენი მანდატი არ ქონდა ლევანს და ლევანმაც განაცხადა და თქვა, რომ ის შეხვდა მიხეილ სააკაშვილს არასრულიად ოპოზიციის სახელით, არამედ მისი სახელით და მან ჩათვალა, ეს მისი უფლებაა შეხვდეს სააკაშვილს ნებისმიერ სიტუაციაში, თუ კი ეს ქვეყანას რაიმეთი წაადგება. ის რომ იმ შეხვედრის შედეგად პრაქტიკულად ჩვენ ვერაფერი ვერ მივიღეთ, არც დიდი მოლოდინი არ იყო, არც ეს არ არის ახალი, თუმცა პოლიტიკოსმა თუ საზოგადოების წარმომადგენელმა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ხარ ჩართული აქტიურად, თვითონ უნდა გადაწყვიტო, რა ფორმატით შეიძლება ურთიერთობა ხელისუფლებას. მე მიმაჩნია, რომ დაუშვებელია და სრულიად შეუძლებელია ამ აბსოლუტურად სამართლებრივი სივრციდან გასულ ხელისუფლებას ელაპარაკო დღეს და ვიდრე ეს რაღაცა რეჟიმში არ ჩადგება, ვიდრე ჩვენ ამ პოლიტიკურ რეპრესიებს არ შევაჩერებთ, ელაპარაკო სააკაშვილს, იმიტომ რომ ამ შეხვედრის შემდეგ ისევ გაგრძელდა პოლიტიკური დევნა და პატიმრებები, შანტაჟი, ადამიანების გაუჩინარება. ხალბატონ ეკა, თქვენ ამბობთ, რომ არ შეიძლება ესაუბრო ამ ხელისუფლებას, თქვათ, იმ ფონზე, როდესაც ჩანს, რომ ოპოზიციას ამ ეტაპზე არ ყოფნის ძალა იმისა, რომ თქვათ, პრეზიდენტს ან გადადგომა იძულოს, ან რაიმე ისეთი დაათმობინოს, თქვათ, რაც სიტუაციას განუხტავს, მეორე მხრივ ხელისუფლებაც ვთქვათ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ის რომ ეს აქციები დასრულდეს ან ვთქვათ მოხდეს ისე რომ რაღაც ადამიანები არ გამოდიოდეს ქუჩაში მაშინ რა სტრატეგიით გეგმავს ოპოზიცია წინსვლას მე იცით ავტოგეკითხებით რომ ვთქვათ შეხვედრას არ აპირებს საუბარი არ გნებავთ მაშინ რა ფორმით მოლაპარაკება შეიძლება ტერორისტებთანაც ბუნებრივია დიალოგი ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი რომელიც უნდა გამოიყენო ყოველთვის თუ კი ამისი წინაპირობები არსებობს და რაიმე მინიმალური მოლოდინი მაინც არის რომ შედეგი დასრულდება მაგრამ არ არის სიტუაცია მომზადებული იმისთვის რომ ელაპარაკო ისეთი ტიპის ოპონენტს და ისეთი ტიპის მხარეს როგორც არის სააკაშვილი არ არის ნდობის მანდატი არ არის არანაირი წინაპირობა იმისა რომ შედეგი დასრულდება და ჩვენ ნახეთ ორი შეხვედრა ორივე წარუმატებელი კარგია რომ ორი ადამიანი განთავისუფლდა მაგრამ იმის ნაცვლად 22-ია მერე დაპატიმრებული. ამისთვის უნდა მომზადდეს ნიადაგი. ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ იქნება აქტიური პროტესტი გაგრძელებული და ზაფხულიც იქნება ამის მადასტურებელი. ჩვენ არა გვაქვს მოდუნების და ჩვენი რესურსების დაშლის ფუფუნება. ჩვენ პირიქით უნდა შევძლოთ, რომ ეს რესურსები გავზარდოთ და მიუხედავად ზაფხულის სირთულეებისა, თანამდები სხვადასხვა ხელშემშელი გარემოებებისა, ოპოზიციამ უნდა შეძლოს. ეხლა დაკავდეს არა თვით კრიტიკით, ან ერთმანეთის კრიტიკით, მე შეიძლება ბევრი რამე არ მომწონდეს, ნინო და ხანდახან ვამბობ კიდევაც რაც არ მომწონს, მაგრამ ბევრ რამეს არ ვამბობ, ზუსტად იმიტომ რომ ეხლა ამის დრო არ არის დიახ პარტიული ამბიციების დრო, ეხლა არ არის პირადი და პარტიული ინტერესების წინ წამოწევის დრო, როდესაც ქვეყანას აქვს უმძიმესი პრობლემა და ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა კანონიერი ფორმებით და ისინი თავს გვესხმიან აბსოლუტურად უკანონო მეთოდებით. ამიტომ უნდა შეძლოს ოპოზიციამ მაქსიმალური პასუხისგებლობით, სიფრთხილით, მით უმეტეს ესეთ პირობებში, როდესაც ნებისმიერი თუნდაც რაღაცა ჩვეულებრივი ყოფითი ინფორმაციული შეხვედრა
შეიძლება გახდეს აი ესეთი ტირაჟირების თემა. უნდა შევძლოთ მაქსიმალური სიფრთხილით და ჩვენი ძალიან სერიოზული მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული აქციების დაგეგმვით ამ რეჟიმის დაძლევა. ეს შესაძლებელია რესურსების გაზრდით და ეს შესაძლებელია ჩვენი ძალების გაერთიანებით. ბურჯანაძის განცხადება ქალბატონო ეკა, მაგრამ ამავე დროს მინდა კითხოთ, სულ არის საუბარი, რომ ქალები განსაკუთრებული აქტიურობით ქალბატონები გამოირჩევიან ოპოზიციაში და პოლიტიკური სამაია ესეთი ტერმინიც კი გაჩნდა, თქვა საზოგადოებაში, თქვენ ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი. შესაძლოა რაიმე გადაჯგუფება ისე მოხდეს, თქვათ იმით იყო საუბარი, რომ სხვა სტრატეგიის მიხედვით აქ დაშლაზე არ საუბრობ ოპოზიციის, რომ თქვათ თქვენი სამაია იყოს რაღაც, თქვათ სტრატეგიის მიმდევარი, სხვა და თქვათ სხვა რაღაც აქციებს ემხრობოდეს, ვიღაცა დიალოგზე წავიდეს. ანუ შესაძლოა ესე იყოს. ეს რა თქმა უნდა სამაია არაჩვეულებრივი ფენომენია ქართულ საზოგადოებაში, არაჩვეულებრივი, მაგრამ არავით არ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პოზიციების თანხვედრა და არა მარტო ჩვენ, არიან სხვა პოლიტიკური ძალები, ვინც აბსოლუტურად იგივე სტრატეგიის გზაზე დგას. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პოზიციების გაერთიანება მოთხოვნის ირგვლივ ისევ. ჩვენ მოთხოვნამ გაგვაერთიან არა ვართ არც არანაირ ალიანსში და არც რაღაცა ერთი საერთო ბლოკში. ამიტომ გავაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას და გვეყოლება ის პოლიტიკური მოკავშირეები, ვინც იზიარებს სტრატეგიას, რომ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა არ ითმენს და ამის გადადება არ შეიძლება. ამიტომ ეს იქნება ზაფხული თუ ეს იქნება უფრო რთული პერიოდი, ჩვენ უნდა შევძლოთ და ეს რეჟიმი უნდა შევცვალოთ. ვაგრძელებთ კონსტიტუციურ ბრძოლას, მაგრამ ბრძოლა სჭირდება უფრო მეტი სიმწვავე. აქციები გაგრძელდება, ბუნებრივია, ნინო, ბევრი რამ შეიცვლება. ხა მუდმივად საკანებით ბრძოლის წარმართვა არ მიმაჩნია, რომ სწორია. ჩვენ ავლაბრის რეზიდენციასთან მქონდა 70 დღეზე მეტი საპროტესტო აქცია. აქციების დაწყება და დამთავრებაც უნდა იყოს ოპოზიციის მართვის და ამ გადაწყვეტილების ქვეშ და არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც ჩვენივე გადაწყვეტილებების ტყვეები გავხდეთ. ამიტომ პროტესტის ფორმები შეიცვლება, თუმცა აქციები იქნება ქუჩის აქციები, იგეგმება მათ შორის ბაიდენის ჩამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. ამ ზაფხულში, ივლისში იგეგმება, ჩვენც ასევე ვგეგმავთ ძალიან დიდი შეკრება მოამზადოთ და დაიწყო ორგანიზაციული სამუშაოები უკვე ამისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ და ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ თვითონ არის პრორუსული და ოპოზიცია ყავს პროდასავლური და იმას, რასაც გვაბრალებენ, იმას თვითონ აკეთებს ეს ხელისუფლება. ჩვენ ამის დემონსტრირებას მოვახდენთ ალბათ იმ ძალიან დიდი აქციის ორგანიზებით და ასევე გამოცხადდება ზაფხულში კიდევ ერთი დიდი აქცია, თუმცა ასევე ჩვენ ცხარში ვგეგმავთ 3 თვის თავზე რეგიონებში გასვლას და იქნება მორიგი გასვლა, უბრალოდ პირველი დიდი გასვლა სამეგრელოში. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძალების მობილიზებას აი ესეთი აბსოლუტურად უსაფუძო უხერხემლო თავდასხმების მიუხედავად და სხვათა შორის ნინო ეს კადრები ისე რომ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის შეიძლება უფრო შინაარსობრივი ყოფილიყო ვიდრე ის გამოსვლები ძალიან თავხედური გამოსვლები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მე არ ვიცი რატო გონიათ ამ ადამიანებს რომ თუ კი ესეთი სიტყვებით მოიხსენიებენ ოპოზიციას და ესეთ კომენტარებს გააკეთებენ უფრო მეტი დამაჯერებელი იქნება, იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არ აქვს საზოგადოების მხრიდან სანდოობა რომ უფრო მისაღები გახდეს. ძალიან რეპლიკის სახით მიპასუხოთ უბრალოდ კითხოთ, თქვენ თუ შეხვდებოდით კახათ არგამაძეს თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღება და იგივე რა რეაქცია ჰქონდა თქვენს ლიდერს ირაკლი ოქროაშვილს, რომელიც სხვა შორის სააკაშვილთან და მის გუნდთან ერთად იბრძოდა მაშინდელი შინაგასაქმეთა მინისტრს ზოგადად იმ ხელისუფლების წინააღმდეგ. მე არ მგონია რომ ეს ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყოს, ნინო, ამიტომ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო შევარდნაძის ხელისუფლების. ეს არის წარსული და ადამიანი რომელიც არ ცდილობს პოლიტიკაში ჩართვას მით უფრო მე არ მივანიჭებ ამას არანაირ პოლიტიკურ მნიშვნელობას და ეხლა ნამდვილად არ ვაპირებ იმას რომ ჩემი მეგობრები ამისთვის გავაკრიტიკო. კახათ არგამაძეს მე პირადად მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე კარგი ვარ და ისინი არიან ცუდები. მათ ჩათვალეს რომ ინფორმაციის მიღება და მართლა ძალიან სერიოზული ინფორმაციებს ფლობს შინაგასაქმეთა მინისტრი. ხა ის რომ ინფორმაციებს ფლობს ნინო მე მგონი ეჭვი არავის არ ეპარება. მით უფრო როდესაც გასაგებია წასულზე როდესაც ის იყო თქვა ბუნებრივია, ამიტომ ინტერესი მისი
მიმართ იქნება ძალიან სერიოზული ინფორმაციები ქონდა. ასევე ირაკლი ოქროშოს, როდესაც საუბრობდა ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებებზე და იმ სხვათა შორის დაფინანსების წყაროებზე უკანონოზე, რომელსაც ეს ხელისუფლება იღებდა, მაგრამ მაშინ მე ასევე მახსოვს ამ ხელისუფლების წარმომადგენლების და იგივე თარგამაძის კომენტარები, როგორ მოიხსენიებდნენ ისინი ირაკლი ოქროშოს. ამიტომ არ მიკვირს ეს და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის დღეს თავარი თემა ის არის, რომ კვირის თავარი თემა იყო, მოდით შევსახებ და მაგრამ პოლიციის სამმართველოში შედან ბავშვები, პატარა ბიჭები, რომელთაც ჭირდებათ დახმარება, რომელთაც ჭირდებათ პირველ რიგში კანონის დაცვა და განთავისუფლება. უკანონო პატიმრები ჩვენ გვყავს დღეს 100-ზე მეტი უკანონო პოლიტიკური დაპატიმრებული პირი, აი ბოლო პერიოდში ნინო და აი ამ სიას გიტოვებთ მე თქვენ, აი აქ არიან ადამიანები, რომლებიც აი ამ ორ თვენახევრის განმავლობაში გახდა სხვათა შორის ამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. კარგით, ეს თქვენი პოზიცია, ძალიან დიდი მადლობა. ეკა ბესელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში, პოზიცია ამით დასრულებულია. ჩვენ მომავალ პარასკევს ტრადიციულ დროს ტრადიციული სტუდიიდან კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.